უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ შრომის ბაზარი. უნივერსიტეტი ყოველთვის არის ადგილი თავისუფალი დისკუსიისთვის, სადაც საზოგადოება შეუძლია ყველაზე სენსიტიურ საკითხებზე, ყველაზე მგრძნობიარე საკითხებზე თამამად იმსჯელოს და მერე გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე უნივერსიტეტის აუდიტორიის გარეთაც. ეს ნინო დობორჯგინიძეა, ლინგვისტიკის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და საქართველოში ციფრული ჰუმანიტარიის მნიშვნელოვანი პროექტების იდეების ავტორი და ხელმძღვანელი. დემოკრატიის ხარისხი სწორედ ამით იზომება, რამდენად ტოვებს ქვეყანა თავისუფალ საჯარო სივრცეებს დისკუსიისთვის. ის არაერთხელ გამხდარა მადისკრედიტებელი კამპანიების სამიზნე უნივერსიტეტზე თავდასხმების ფარგლებში და ახსოვს უნივერსიტეტების მოთმინიერების არაერთი მცდელობაც. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენ, როცა არსებული სისტემის ნგრევას ვიწყებთ და ახლის შენებას. ეს არ არის ასეთი მარტივი საქმე. ამჯერად ჩვენ ვლაპარაკობთ უმაღლესი განათლების შემოთავაზებულ რეფორმაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 17 ოქტომბერს წარადგინა. პირველ რიგში ეს არის ანტიკონსტიტუციური, რა ემართება ამ ყველაფრის ფონზე კონსტიტუციით გარანტირებულ ორ უმთავრეს უფლებას. აკადემიურ თავისუფლებას და ინსტიტუციურ ავტონომიას და მითხრეს, რომ ორივე შენარჩუნებული იქნება. ოფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს ქვია ამას. კონცეფციის შემუშავებაში ჩართულები არ ყოფილან განათლების სპეციალისტები, უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ბუნდოვანია განათლების სამინისტროს როლიც. რა თქმა უნდა, არავის კომპეტენციას არ ვაყენებ ეჭქვეშ, მაგრამ ვერაფრით ვერ წარმომიდგენია, რომ თქვა, ძალოვანი მინისტრები, მერი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, რა ვიცი, ნებისმიერი ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელსაც უამრავი საქმე აქვს დარწმუნებული, უცებ ახლა დასხდებიან, ან დასხდნენ აი ამ 9 თვის განმავლობაში და ეს დარგი შეისწავლეს უმაღლესი განათლება, ხო? ან საერთოდ განათლების მეცნიერება, ეს ხო წარმოუდგენელი რამ არის, ხო? შეგვიძლია დავიწყოთ. როგორ ხარ ხალბატონინა? რაც. მადლობთ. ესე იგი ჩვენ დღეს ვილაპარაკოთ განათლების, უმაღლესი განათლების შემოთავაზებულ რეფორმაზე, რომელიც პრემიერმა თითქმის 2 კვირა გავიდა უკვე, რაც წარადგინა. ეს არის 4-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც როგორც საბერძნილება რჩება, შეიქმნა უნივერსიტეტების ჩართულობისა და განათლების სპეციალისტების ჩართულობის გარეშე. მე არ ვიცი განათლების სამინისტრო როგორ იყო ჩართული, თუმცა ამ კომისიაში მინისტრი წარმოდგენილია. ყველაზე ახალი ამბით დავიწყოთ, წინა კვირაში ხუთშაბათს რექტორებს, სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებს ჰქონდათ შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. მართალია მედიამ გარკვეულწილად გააშუქა ეს ამბები, მაგრამ ამ შეხვედრაზე მყოფი ადამიანისგან მოვისმენდი, როგორი იყო ეს შეხვედრა და რა განიხილებოდა. კი, წინა კვირას იყო ეს შეხვედრა და შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა პრინციპში წარმოადგინა იმავე ფორმით ეს დოკუმენტი, ან გაიმეორა ყველა ის პუნქტი, რაც პირველ პრეზენტაციაზე ითქვა და მერე უნივერსიტეტის რექტორებს, მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები იყვნენ და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, ჰქონდათ საშუალება, რომ დაესვათ კითხვები და მიეღოთ ამაზე პასუხები. ბევრი კითხვა დაისვა? იცით რა, 19-ვე რექტორმა გამოთქვა აზრი და შესაბამისად თავისი კითხვები. ასე რომ ამის პრობლემა ნამდვილად არ ყოფილა, ყველას მიეცა კითხვის დასვით. მოიხაზა რაღაცნაირად საკითხები, რომელიც შეიძლება აქ არ იყო გათვალისწინებული ამ კომისიას, რომელიც რეფორმაზე მუშაობდა, სხვა წარმოდგენა ჰქონდა და შეიძლება შეიცვალოს, თუ ეს იყო აი შეთანხმებული დიალოგი. ეს იყო ალბათ ეს იყო უბრალოდ პირველი შეხვედრა ამასთან დაკავშირებით და ითქვა, რომ სამომავლოდ უნდა შეიქმნას კომისია. კომისიის შექმნა, რომელშიც უნდა შევიდნენ აუცილებლად უმაღლესი განათლების სფეროს წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, ყველაზე სამწუხარო რაც არის ამ ახლა არსებული კომისიის შემთხვევაში, ეს არის ფაქტობრივად მინისტრებისგან დაკომპლექტებული კომისია და 1-2 ადამიანი ამ კომისიაში. მე, რა თქმა უნდა, არავის კომპეტენციას არ ვაყენებ ეჭქვეშ, მაგრამ ვერაფრით ვერ წარმომიდგენია, რომ თქვა, ძალოვანი მინისტრები, მერი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ან
რა ვიცი, ნებისმიერ ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელსაც უამრავი საქმე აქვს დარწმუნებული, უცებ ახლა დასხდებიან ან დასხდნენ აი ამ 9 თვის განმავლობაში და ეს დარგი შეისწავლის უმაღლესი განათლება, ხო? ან საერთოდ განათლების მეცნიერება, ეს ხო წარმოუდგენელი რამ არის, ხო? ეს არც არის მათი მოვალეობა და განათლების რეფორმის ჯგუფი არსად მთელ მსოფლიოში არ იქნება. მე იქაც ვთქვი კომისიაზე და ყველგან ვიმეორებ, რომ თქვენ რომ ნახოთ აი რა ვიცი, სამხრეთ აფრიკის ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნები, რომელთაც ბოლო წლების განმავლობაში განათლების რეფორმა განახორციელეს, როგორც ზოგადი განათლების, ისე უმაღლესი განათლების სფეროში ვერ ნახავთ ასეთ კომისიას, სადაც არ არიან დარგის სპეციალისტები. ხო, ეს ქმნის ყველაზე ისეთ არასისტემურ სურათს. მე მგონი მაინც განუმარტა მაყურებლისთვის, ვინ შედიოდა ამ კომისიაში. 15 ადამიანისგან შედგება კომისია. კომისიის თავმჯდომარე იყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მასში შედიოდა განათლების მინისტრი გივი ბინქანაძე, ასევე ლევანი ზორია, რომელიც პრემიერის მრჩევლად დაინიშნა განათლებისა და მეცნიერების საკითხებში, მას შემდეგ რაც ელჩის თანამდებობას აღარ იკავებს და შემდეგ არის საინტერესო სია. მასში შედის ძალოვანი მინისტრები, იუსტიციის მინისტრი შედის, ასევე შედიან კახა კალაძე შედის, მოკლედ თბილისის მერი, პარლამენტიდან მარიამ ლაშხია წარმოდგენილი, როგორც განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სპორტის მინისტრი შედის, კულტურის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, ინფრასტრუქტურა, რაც უკვე თქვით, ფინანსთა მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი. ესეთია სია. რა განმარტება გაკეთდა რა როგორ შედგა ეს ან ამ 9 თვეში როგორ მუშაობდნენ? არა და არც არანაირი ასე ვთქვათ ის ღიად ხელმისაწვდომი დოკუმენტი არ არსებობს. შეხვიდე და ნახავთ, თქო მესმის რომ ინფრასტრუქტურის მინისტრს არც ძალიან განათლების საკითხებზე სამუშაოდ, მაგრამ მას დახვდა მომზადებული მონაცემები, ბაზა, მტკიცებულებები, რომელზე დაყრდნობითაც შეეძლო მას მიეღო ეს გადაწყვეტა. აი წარმოგიდგენთ ხა როგორ ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელიც აი 2 დღეს წინ გამოვიდა და თქვა, რომ 214 პროექტიდან 161 არის ან შეუსრულებელი, ან ნაწილობრივ შესრულებული და ეს რაღაცა აღარ მახსოვს, მე მგონი მილიარდზე მეტი რესურსის პროექტებზეა საუბარი, ხო? აი როგორ უნდა იმუშაოს მინისტრმა ამ საკითხებზე. ამიტომ ქმნის ეს აი ესეთ არასისტემურ შთაბეჭდილებას და ეს ეთყობა კიდევაც დოკუმენტს, იცით? აი მეც თქვენს კითხვებს არ გავუსწრებ, მაგრამ აი პირველი გამოწვევა უმაღლესი განათლების სფეროში დასახელებული ამ კომისიის მიერ თბილისში მოსახლეობის ჭარბი კონცენტრაცია. ეს რატომ არის განათლების, უმაღლესი განათლების ან განათლების გამოწვევა სრულიად გაუგებარია, ხო? ეს არის ურბანული განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და სამწუხაროდ თვითონ მთავრობა, რომელიც ვალდებულია და მათ შორის თბილისის მერი, რომ ურბანული განვითარების საკითხი მოაგვაროს ისე, რომ არ იყოს ეს ჭარბი კონცენტრაცია თბილისში, ისინი იყვნენ ამაზე პასუხისმგებლები. ის საშინლად გაფუჭდა, ახლა მარტო ბოლო 10 წლის განმავლობაში უნივერსიტეტებით უფრო ჭიდროდ უბრალოდ ის რაიონები, რომლებშიც უნივერსიტეტები არის განლაგებული ძირითადად, ხო, სახელმწიფო უნივერსიტეტებზე ვამბობ თბილისში ეს არის ვაკე და საბურთალო. ხო? სწორედ ის უბნები ისე დაიტვირთა სრულიად ქაოტური. მაგრამ ამაში მეგონი სტუდენტების მონაწილეობა და წვლილი სრულიად მინიმალურია. ეხლა ასე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ განათლების სფეროს უმთავრესი გამოწვევა, პირველი გამოწვევა არის სასქმელი წყლის პრობლემა, იმიტომ რომ ისიც პრობლემურია, ხო? ეს მე ძალიან მინდა რომ ბევრმა თქვას, იმიტომ რომ სკოლებში ბავშვებს სასმელ წყალზე და სუფთაზე არ მეწოდება. პრობლემა რაც ქალაქშია, ის მაშინ შეგვიძლია ჩავწეროთ როგორც უმაღლესი განათლების გამოწვევა. ასე რომ ეს პირველი და მნიშვნელოვანი, რაზეც ყოველთვის აპელირებენ, როცა ამართლებენ ამ რეფორმას და პირველ ნომრად არის აქ დასახელებული უმაღლესი განათლების გამოწვევაში, საერთოდ არ უკავშირდება არანაირად უმაღლეს განათლებას და ძალიან არაბუნებრივი და რბილად რომ ვთქვათ, ეს წარმოუდგენელია ის, რომ წარმოიდგინეთ თანამედროვე უნივერსიტეტების
უმთავრესი გამოწვევა რაც არის და რასაც მთელი მსოფლიო აღიარებს და მთელი მსოფლიო აი ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროებს და უნივერსიტეტები ქმნიან ამ ციფრული ტრანსფორმაციის დიდ ერთეულებს სამსახურებს რომ ამას გაუმკლავდნენ ხო ხელოვნური ინტელექტი ანუ ინფორმაციის მათ შორის ცოდნის გადაცემის გავრცელების და მერე იმისი შემოწმების შეფასების მექანიზმები შეიცვალა მთლიანად ხო? ჯერ კიდევ არ ვიცით საბოლოოდ როგორ სახეს ჯერ კიდევ არ ვიცით ეს საბოლოოდ როგორ სახეს მიიცემს. თვითონ ტექსტის, ინფორმაციის ფორმის სტრუქტურა შეიძლება ის ორგანზომილებიანი თუ იყოს სამგანზომილებად გადაიქცა და ტექსტს რო ქონდა ესეთ მყარი ზედაპირი და ამაში რაც ეწერა იმას კითხულობდი და ქვევით რა იგულისხმებოდა ან გვერდში ასე ვთქვათ მეტატექსტში ან პარატექსტში ან ინტერტექსტში რა იგულისხმებოდა ეხლა სულეთ შეიცვალა ეს. საერთოდ სიტყვა არ არის ნახსენები ამ გამოწვევებში ტექნოლოგიურ პრობლემებზე, რაც დღეს უნივერსიტეტებისთვის არის მართლა ურთულესი პრობლემა და თქვენ რომ ნახოთ განათლების მეცნიერებების ისეთი ძალიან ცნობილი წარმომადგენლების პროგნოზები, საშიშროებები, რომელსაც ისინი აღწერენ მე ნანახი მაგ ნაწილი მათგან, იმიტომ რომ მაინტერესებს და ძალიან ცევდიანი არ ვიცი რამდენად არის, მაგრამ ხო, ანუ ძალიან ცდენილია ჩვენი რეალობა, მათ რეალობას იმდენად, რომ აი სულ გულის წყვეტა მოყვება ხოლმე, როცა მათ უსმენ, რომ ღმერთო ჩემო რეებზე უნდა ვილაპარაკობდეთ და რეებზე ვილაპარაკობთ, იმიტომ რომ უზარმაზარი, უფსკრული თუ დისტანცია. აი ამ დოკუმენტში ერთი სიტყვაც კი არ არის ამაზე ნახსენები. ამ ტექსტს აქ რამე პარატექსტი, მეტატექსტი, სამგანზომილებიანი შეიძლება მე მგონი ერთადერთი კონტექსტია. დანარჩენი მე მაგათ ვერაფერი ვერ ვიყავი, არ ვიცი, შეიძლება ვაპირებთ ხათ შორის რომ აი გამოვითხოვოთ ოფიციალურად ის მტკიცებულებები, რაც ამას დაედო საფუძვლად, იმიტომ რომ მართლა ძალიან საინტერესოა. მე რამდენიმე გულუბრყვილო კითხვას დავსვამ ჩვენი ამ საუბრის განმავლობაში. აი თქვენი აზრით, რატო მიადგენენ უმაღლეს განათლებას? იმიტომ რომ ვიცით, რომ სკოლებში ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, არ ვიცი, საკითხulis გააზრებიდან დაწყებული სასმელი წყლით და საპირფარეშოების არარსებობით დამთავრებული, ხო? უმაღლესი განათლება ალბათ სხვადასხვა უნივერსიტეტში სხვადასხვა დონეზე გვაქვს, საუკეთესო ალბათ არ გვაქვს, მაგრამ ნუ სკოლებთან შედარებით მე მგონი უკეთეს დღეში იყო. ჩემი როგორც დილეტანტის შტაბეჭდილება, რომელსაც სკოლებში ბავშვი მყავს უნივერსიტეტიდან თავრებით და შემდეგ ეს შტაბეჭდილება მაქვს. აი, რატო დაიწყო ზემოდან? ეს გულუბრყვილო კითხვების კატეგორიიდან. ამაზე ასევე ისეთი ზოგადი პასუხი იქნება, რომ ეს არის სწორედ ამ არასისტემურობის ბრალი, ხო? საგანმანათლებლო რეფორმა საერთოდ უნდა დაიწყოს ქვემოდან, ბაღიდან და ჩვენთან აი ამ ადრეული განათლების სტანდარტი ახლა იქნება ლამისი. და ყველაზე უფრო მოწესრიგებული ამ თვალსაზრისით, ხო, ყველაფერი შედარებითია და ყველაზე მეტი პროგრესი მინცა ჩვენ ამ წლებში არის სწორედ უმაღლესი განათლება და ის დადასტურებულია მათ შორის საერთაშორისო რეიტინგებით, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ქართული აი ამ საგანმანათლებლო ინსტიტუციების როლით, მათ შორის მეცნიერების აი ამ ციტირების ინდექსის ზრდით და ასე შემდეგ და ჩვენ წლების განმავლობაში აი ილიას უნივერსიტეტი მე ვიცი თქვენც ბრძანდებოდით ხოლმე აი ამ განათლების სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის განათლების კოალიციის მიერ აი ორგანიზებული აი მასწავლებლის ეროვნული ჯილდო აი ამ წლების განმავლობაში რომელსაც ალტერნატივა გამოუწევს სახელმწიფო. ალტერნატივა ბევრი შეიძლება იყოს, უბრალოდ ისინი ერთმანეთს არ უნდა ემთხოვდეს და რაღაცა. ამ შემთხვევაში დუბლირებული ალტერნატივა. და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ იმისთვის, ყველაზე აი ძალიან ბევრ სკოლასთან უზარმაზარი 4000 მასწავლებელი შედის იმ მასწავლებლების ქსელში, რომელიც ჩვენთან უნივერსიტეტშია გახსნილი, ჩვენ თანამშრომლობთ სკოლებთან და რატომ? იმიტომ რომ წარმოუდგენელია უმაღლეს განათლებაში რამე წარმატებას მიაღწიოთ სასკოლო განათლებაში წარმატების გარეშე. ნახეთ, ბოლო და რა ქნეს? ბოლო წლების განმავლობაში იმის მაგივრად რომ სასკოლო განათლებაში რამე შეცვლილი, ყველაზე უსისტემო სწორედ სასკოლო განათლებაში ჩაატარეს ეს რა ეგრეთ წოდებული რეფორმები. თორცები 20 მილიონი იყო მსოფლიო ბანკის გრანტი ახალი სკოლის მოდელი და ახალი თაობის თუ აღარ მასწავლებელი როგორ ვქეთ თორცები ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა
ამდენი ხნის განმავლობაში ინერგებოდა, ეს 2013 წელს დაიწყეს ამ პროექტის განხორციელება. შემდეგ დანერგვის პროცესი დაიწყო 50 სკოლაში, 100 მერე 150 სკოლაზე. მთელი ეს რესურსი არ არის ამ ჩვენნაირი ღარიბი შესაძლებლობების, ნაკლები შესაძლებლობების მქონე ქვეყნისთვის ეს 20 მილიონი პატარა თანხა, ხო? მერე დაინერგა ეს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც სწორედ ამ 12 წლიან განმავლობაში იყო მორგებული. პლუს 10+2-ზე დაიწერა ყველაფერი. დამთავრდა სახელმწიფოების კონკურსი, დამტკიცდა, გაიარეს ამ სახელმწიფოების კონკურსი და ის სახელმწიფოების თვითონ სახელმწიფომ დააფინანსა. აი, თქვენ რომ ნახოთ, აპრილის ბოლო ხა რომ მოვიდეთ გადავამოწმე აპრილის ნიუსები, ზოგიერთი არ ვიცი განათლების სამინისტროს საიტზე არის თუ არა კიდევ, მაგრამ ედუარისჯი, ანუ თელის მედია მხარდაჭერის პორტალები ყველგან არის მათი ინტერვიუები. ახალი სკოლის მოდელი და სახელმწიფოები და ეს 12 წლიანი განათლება და უცებ გვეუბნებიან რომ არა თურმე ეს არ არის ჩვენთვის ისეთი არასწორად იხარჯება აქ ფული, იმიტომ რომ მე-12 კლასში ბავშვები არ დადიან სკოლა რომ ვერ აძლევს სათანადო განათლებას, იმიტომ არ დადიან, ხო? ეხლა მე-11-ში რო გადავიდანთ იქაც ავლევლიან. კი, მე-11 წლიანი სკოლა დამთავრებული და მე-11 იყო რეპეტიტორებისთვის განხორციელებული წლები. იმიტომ რომ უნდა რეპეტიტორთან მივიდეს და იმის მაგივრად რომ სისტემური ხასიათი მივცეთ, აღარაფერს ვამბობ, ხა მაგაზე სხვაშორის თვითონაც ამბობენ, რომ ყოველ 6 თვეში თვითონ ახალი მინისტრია. ამასო თავი დავანებოთ, იმის მაგივრად რომ თვითონ სახელმწიფო მან რაც ვალდებულება აიღო, ამას მიყვეს ბოლომდე რაღაცა ციკლი გაიყვანს, აი სულ ცulis ხომე ამას და უნივერსიტეტებს აპირიქით ყოველგვარ შესაძლებლობას უკლავს, რომ აი რაღაცნაირად ეს წინა მისაღები ეტაპი გაუმჯობესდეს. ჩვენ ხარშვის უნივერსიტეტში გვაქვს სპეციალური საგანი შესაძლოა თანამედროვე აზროვნებაში, რომ აი როგორც თქვათ აი პრეკალკულს ნიშნავენ ხოლმე სკოლებში, დაახლოებით ამ ტიპის საგნები უნდა იყოს. და მე-12 კლასში სწორედ ამ ტიპის საგნები უნდა იყოს, ხო? ამის მაგერად ხო მთლად გავაუქმეთ ეს 12 კლასს, წარმოგიდგენთ, რომ აი როიცი რომ სიცხიანი ხარ, ვიცით რომ არ ვარ, guys, ყველა აი საერთაშორისო შეფასებების სადაც იყო სასკოლო განათლებაში ყველაფერზე უარი ვთქვით. ან აღარ ვაქვეყნებთ იმის მასე. რატომ? იმიტომ რომ სადღაც ბოლოდან მე-5 და მე-6 ადგილზე ტექსტის გაგება არის. აი ამოიღეთ ბოლო კვლევები, პიზა და სხვაები და რას გვეუბნება და ჩვენ როგორ გადავწყვეტეთ ეს საკითხი, აღარ ვაქვეყნებთ იმას, ან საერთოდ აღარ ვიღებთ მონაწილეობას, ხო? ეს იცი რაც გას როიცი რომ სიცხიანი ხარ და ცუდი გაფრჭებული თერმომეტრი გარაშვენებს სწორად ტემპერატურაზე 8 ადგილზე გადააგდო ეს თერმომეტრი და თქვა რომ აღარ არის პრობლემა, ხო? არ შეიძლება ამის ასე გაკეთება და ამ დროს უცებ, ხო? როცა მთავარი პრობლემა მართლა სკოლაში და ეს უნივერსიტეტები შედარებით მეტნაკლებად მაინც ვითარდებოდნენ სხვათა შორის იმის წყალობითაც, რომ ამ წლების განმავლობაში სახელმწიფო გახდა ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო აი ამ ხარისხის უზრუნველყოფის ასოციაციების წევრი. რომელიც უკვე აღარ არის. რომელიც აქედან ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წევრობა შეგვიჩერეს. და იქ პირდაპირ წერია გადაწყვეტილებაში, რომ კომისია არ იყო დამოუკიდებელი და ეს ჩვენ გამოვცადეთ ილიაურის უნივერსიტეტმა ეს საკუთარ თავზე გამოსცა და მთელი წელი გაატარა აი ამ აკადემიურმა პერსონალმა რისი გულისთვის. აი მე თვითონ უკან წაიღეს ეს ყველაფერი. 6 წლიანი აკრედიტაციის მიღების პროცესი გაართულეს თუ ვინმეს არ ახსოვს ვიტყვი. ეგეც საინტერესოა თუ კი უნივერსიტეტებმა რომლებიც ახლა გაიარეს აკრედიტაცია და რიგი პროგრამები მაგაზე უნდა გადასულიყავდეს, ხო? ანუ რისთვის ხარჯავს სახელმწიფო ამ რესურსს თუ უცბად სრულიად ახლებური ყაიდის მოდელი უნდა შემოსთავაზოს, იმიტომ რომ სახელმწიფოს მე უსმინე მინისტრის მოადგილეების ინტერვიუებს და ამბობენ რომ აი წელს ვინც ჩააბარა და შარშან მათის არ შეეხებათ, მაგრამ ვეცდებით რომ ახალ ნაკადს უკვე გავტესტოთ, აი ეხლა გაზაფხულზე ვინც ჩააბარებს, ხო? ხო ნიშნავს რომ ეს პროგრამები რაღაცნაირად უნდა შეიცვალოს მათ ნაწილს, სულ რამდენიმე თვის წინ აქვს, ხო, აკრედიტაცია მიღებული. და ახლა მიმდინარეობს აკრედიტაცია. კი, ახლა მიმდინარეობს ხალხის შრომა, ფული და ასე შემდეგ არის ჩადებული. და ნუ ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ ამბობენ, რომ ყისიერად ამას ვერ გავატარებთ, 3-4 წლის ვადაა დაახლოებით, რაც წარმოუდგენიათ, რომ სრულად გადავიდეს ამ მოდელზე უმაღლესი განათლება. რატო ხარჯავენ ამ რესურსს? დუბლირებულად ისევ და ისევ. კანონის ენაზე რომ ვისაუბროთ, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება
მარეგულირებელი გავლენის შეფასება უნდა გააკეთოს მან. ახლა ასე კი არ არის მართლა ეს არ არის რომ ჩვენ გადავწყვეტთ ახლა დღეს წავიდეთ იმაში საღამოს კინოში და მე უცებ გადავიფიქროთ, ხო? იმ 12 წლიანზეც ზუსტად ისევე ამდენი რესურსი რო დაიხარჯა. სად იყო ეს მარეგულირებელი გავლენის შეფასება, რომელიც ამ რისკებს დააზღვევდა და მარეგულირებელი ამ შემთხვევაში ვინ არის? არა, მარეგულირებელი გავლენის შეფასება ქვია ეს სტანდარტია ესეთი, რომ როცა რაღაცა სიახლეს ნერგავ, ამას უნდა ახლდეს ეს შეფასება, რომ ეს რისკები შეიძლება გამოიწვიოს, აი ეს გაგვეს დადებითი რა შეიძლება იყოს უარყოფით რა და მაშინ როცა ამას ამდენი ხანი ვაკეთებ, როცა 6 წლიანი პროგრამების კლასტერული აკრედიტაცია სულ რამდენიმე წელია რაც მოვიდა ავტორიზაციების შარშ ჯერ არ არის დასრულებული ავტორიზაციების პროცესი უმაღლესი სასწავლებელი თუ თვითონ უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცესი ილიას უნივერსიტეტმა შარშან სექტემბრის ბოლოს მიიღო ეს ავტორიზაციის დასკვნა მე ჩვენის გავაპროტესტეთ და მარტში მივიღეთ უკვე ახალი დასკვნა ანუ მარტიდან წარმოიდგინეთ სექტემბერში უკვე დაგვიანონსეს რომ უნდა დავშალოთ ახლა ეს ყველაფერი რასაც ერთად თქვენი უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ გავატარეთ ავტორიზაცია და წარმოიდგინეთ ეს კომისია მაშინ მუშაობდა. კი, თითქოს მუშაობს. ქალბატონო, ეს 6 წლიანი ავტორიზაცია ազღვევს იმას, რომ ამ პერიოდში რაც არის აკრედიტებული, მას არ შეეხება რეფორმა თუ მაინც შეეხება? არა მარტო არსებული კანონმდებლობის საფუძველზე კონსტიტუციით გარანტირებული ინსტიტუციური ავტონომია, რომელიც სხვათა შორის 2017 წელს შევიდა კონსტიტუციაში და აკადემიური თავისუფლება თავიდან ბოლომდე ազღვევს ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ არ ვიცი ხა რანაირად აპირებენ. მე ხაშვის დავსვი ეს კითხვა შეხვედრაზეც და ვიკითხე რომ რა ემართება ამ ყველაფრის ფონზე კონსტიტუციით გარანტირებულ ორ უმთავრეს უფლებას. აკადემიურ თავისუფლებას და ინსტიტუციური ავტონომიას და მითხრეს რომ ორივე შენარჩუნებული იქნება. ოღონდ ეს როგორ ეს განმარტეს თუ არა? წამს და ბოლო მაკვირვებს ქვია ამას, იმიტომ რომ თქვენ თუ მე ესე იგი სახელმწიფომ თუ უნდა მე ამიკრძალოს რომ ამ პროგრამებს ვერ განახორციელებ სახელმწიფო რა თქმა უნდა დაკვეთა მისცეს უნივერსიტეტებს რომ აი ეს ჭირდება შრომის ბაზარს და ეს პროგრამები ახლაც არის სახელმწიფო პროგრამები ქვია რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. ოღონდ ისიც აი ოღონდ ესეც რა კვლევას ეფუძნება? არანაირად ვინ დათვალა რამდენი ისტორიკოსი სჭირდება საქართველოს ან რამდენი ფილოლოგი კი ბატონო. არავის არ დაუწყია ეს და გჭირდება ხარისხიანი. ან ის ინჟინრები რომელსაც ვაფინანსებთ აკმაყოფილებს იმას არავის არ დაუცლია ის ერთხელ დადგინდა რაღაცა და მე მექანიკურად ეს კი არა წარმოიდგინეთ უნივერსიტეტებში წლების განმავლობაში არ ხო შემოვიდა სახელმწიფოს მე მგონი 2013 წელს შემოვიდა ეს სახელმწიფო რო აფინანსებს იმ პროგრამებს მე არც კი დაუთვლიათ შანსი წინ დაიწყეს მოკითხვა რამდენი ამთავრებს ამას და რა თქმა უნდა სტუდენტები ამას იყენებდნენ ძალიან კარგად აბარებდნენ თქვათ ისტორიულზე და ახლა მოგეხსენებათ ჩვენ განათლების სისტემაში შესაძლებელია რომ აირჩიოთ თავისუფალი კრედიტები ირჩევდნენ სხვა სპეციალობით და თქვათ ბოლო 2 სემესტრში გადავიდოდნენ იმ სპეციალობას და ამთავრებდნენ იმ სპეციალობას იმიტომ რომ ის საგანები გავრცელებული ჰქონდათ აი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა რაც არის, მათ შორის მის მიერ დაფინანსებულ პროგრამებში იქ არ აუღია თავის თავზე ეს პასუხისმგებლობა და ახლა გადაწყვიტა რომ უნივერსიტეტის პასუხისმგებლობა რაც არის, მისი ავტონომიურობის ფარგლებში და აკადემიური განვითარების ფარგლებში ის დაარეგულიროს. ვერ გამოვა ეს საკითხი, კიდევ ვიმეორებ, როგორც არ უნდა შეცვალონ ეს კანონი, არ ვიცი, კონსტიტუციაში როგორ შეიტანენ ცვლილებებს. არა აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ხო? მაინც განუხორციელებელი მექანიზმი ამის განხორციელებისა რა თქვენს ამ შეხვედრაზე როგორ დავიცავთო თუ კითხვეს რომ დავიცავთ კონსტიტუციით გარანტირებულ ავტონომიურობასა და დამოუკიდებლობას ჯერ ხო არ გინახავთ კანონი ეს არის უბრალო დოკუმენტი აი ჩამოვწერეთ გამოწვევებით აი კანონში ავსახავთ ამ ყველაფერს არ ვიცი ახლა გაზაფხულის სესიის ბოლოს ან შემოდგომის სესიაზე ვაპირებთო, მაგრამ ესეც აი ესეთი საუბარი ოფიციალურად ამაზე ჯერჯერობით რამდენადაც ვიცი არაფერი. სხვა კითხვები დასვით ამ შეხვედრაზე. ყველა კითხვა, რასაც მე რაც უნივერსიტეტში დაიცვა, რაც ჩვენს იცით ალბათ რომ მიმართვა გამოაქვეყნა ამ უნივერსიტეტმა პეტიცია, ყველა კითხვა დავსვი იქ. მათ შორის, სხვათა შორის, ჩემი აი ძალიან რაც ემოციურად მართლა ძალიან მოქმედებს
აკეთებს და საყვედურობენ განსაკუთრებით ამაზე ქართული ოცნების ესეთი გულმხურვალი მომხრეები, რომ მე ემოციურ პლანში ვცდილობ ყოველთვის არ არის ეს ემოციური პლანი. და საერთოდ არ არის ჩემი პირადი ან რაღაცა ჩემი ემოციური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ჩემი კითხვა არის შემდეგი. გავიგეთ, რომ თბილისი არის ერთი დედაქალაქი მაჩვენეთ, სადაც არ არის კონცენტრაცია ჭარბი და ეს არის სწორედ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რომ მან ეს ჭარბი კონცენტრაცია ისე დაგეგმოს, მათ შორის ეს ურბანული განვითარება და ინფრასტრუქტურული განვითარება არა მისი მეგობარი ბიზნესმენების მადაზე, რომ აბა ვინ ააშენებს ახლა, ვინ იყიდის უნივერსიტეტს და ვინ ააშენებს იქ მაღალსართულიან სახლებს, არამედ სწორედ არსებობს თბილისში ურბანული განვითარების არაჩვეულებრივი სპეციალისტები, რომლებიც წლებია, არა მარტო ამ ხელისუფლების დროს, წლებია სწორედ ამას აპროტესტებენ. და ჩემი კითხვა იყო შემდეგი, რომ რა კრიტერიუმებს დაეყრდენით, როცა გადაწყვიტეთ, რომ ჭარბად კონცენტრირებულ თბილისში არ დარჩა ილია ჭავჭავაძის მიერ კონცეპტუალიზებული საუნივერსიტეტო განათლების იდეის და მერე უკვე ივანე ჯავახიშვილის მიერ განხორციელებული, ხო? მათ შორის 30-იან წლებში ეს ახალი უნივერსიტეტები და 40-იან წლებში, 50-იან წლებში რო იხსნებოდა, ნახეთ როგორ იყო ეს ვარაზის ხევი, ხო? ეს იყო მართლა გზა, გასაყარი, როგორც ილია ამას იწოდებს და აქეთ წამოვიდა საუნივერსიტეტო რკალია ეს ჩვენი საუნივერსიტეტო რკალი, პედაგოგიური, უცხოენები, მერე მაღლივი კორპუსი, სამედიცინო, ტექნიკური უნივერსიტეტი. ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, საუნივერსიტეტო რუკა, ხო? რა კრიტერიუმებს დაეყრდენით, როცა ამ ჭარბად განაშენიანებულ თბილისში არ დარჩა ივანე ჯავახიშვილის და საუნივერსიტეტო ტრადიციის ადგილი და ისინი ხო არ აპირებენ ამის განტვირთვას, რომ ეხა ბაღები გააშენონ აქ, ხო? აი ნახეთ, აპირებენ კერძო ბიზნესს მიყიდონ და აი ილიას უნივერსიტეტი სადაც მდებარეობს, აბა გაიხედეთ ირგვლივ რამხელა შენობები, ყველაზე მაღალი შენობები და ზუსტად ასეთივე აშენდება, ხო? აი რა კრიტერიუმებს ეკნობით, როცა თვლით, რომ იმ მაღალსართულიანმა კორპუსებმა, რომელიც სარფიანია, მესმის, მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, ბიზნესი უნდა განვითარდეს, რა თქმა უნდა. მაგრამ ამაზე არ უნდა გაიყიდოს განათლების იდეა საქართველოში. და რა გითხრეს ამაზე მაინც? ვიცი ხო, არაფერი პასუხი ამაზე რა უნდა თქვან, ხო? ნახეთ, როცა არსებობს ესეთი მაგალითი. მაგალითად, აი ჩემ ილიას უნივერსიტეტის გვერდით გზაზე რო გადახვალ არის სპორტის უნივერსიტეტი. რომელსაც ნამდვილად არ ქონდა ბედი, ხან ჩვენ შემოგვიერთეს, ჩვენ არ ქონდა მსგავსი პროგრამები. შენობა კი არ მოუწევთ, მარტო პროგრამები მოუწევთ თავის დროზე. 2009 თუ 10 წელი. ხო, მაშინ მახსოვს ამას პროტესტი მოყარო, დილიამ როგორ შეყლაბა. ხო, რანაირად შეგვეყარა, ჩვენ არ ქონდა ეს პროგრამები. ნაწილი სამედიცინო უნივერსიტეტს გადავეცით. შემდეგ უკვე 2012 წელს ისევ ხელახლა დაფუძნდა ეს სპორტის უნივერსიტეტი და აი ახლა მისი ყოფილი კანცლერი პარლამენტარია და მას ექნება ალბათ პასუხები ამ კითხვაზე, რომ როცა გაიყიდა სპორტის უნივერსიტეტი და კერძო ბიზნესმენს მიყიდეს, როგორ მიმდინარეობს იმის მშენებლობა. განაწილებულები არიან სხვადასხვა ადგილას, ერთი ნაწილი შესახლებულია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში, რომელსაც ისედაც ინფრასტრუქტურულად თქვათ თავისთვისაც რამდენად ყოფნის არ ვიცი მართალი კითხა, მეორე ნაწილი სადღაც ასევე, ერთი დიღომში, ერთი ნინოშვილის ქუჩაზე და გარანტიაც აბა რამდენად მყარია, ჯერ შევხედოთ, აბა კერძო ბიზნესი როგორ ართმევს ამას თავს. ვინ არის ქალბატონი ნინა ყოფილი კანცლერი, რომელიც ახლა პარლამენტარია? ბატონი ბუჟაძე. ის არ ესწრებოდა ალბათ, ხო რომ შეხვედრას? შეხვედრას არ ესწრებოდა, ის ახლა აღარ არის სპორტის უნივერსიტეტის მენეჯმენტში, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, გამოცდილება კერძო სექტორისთვის საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის გადაცემისა არის ნამდვილად ცუდი. ის ჩვენ ვერანაირად ვერ დაგვაიმედებს, რომ ხა როგორ წარმოვდგენიეთ, რომ ურთულესი ლაბორატორიები გვაქვს ჩვენ მარტო Volkswagen-ის და გერმანიის განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფინანსებული კავკასიის გენეტიკური ლაბორატორია.
900,000 ევრო დაუჯდა ის თავის დროზე ამას Volkswagen-ს და უზარმაზარი რესურსი ჩაიგო. მაგრამ თქვათ რა სიკვდილს ეს ლაბორატორია. 3 მილიონზე მეტი იყო ამისი მთლიანი დაფინანსება, ამაში საქართველოს და სასამხეთი შედიოდა, ახლა გვინდა რომ აზერბაიჯანის მიმართულებითაც გაფართოვდეს ეს პროექტი, არსებობს კიდევაც ამის გეგმა. ეს არის სიცოცხლის ბარკოტირება დედამიწაზე და კავკასია, როგორც აი ამ ბიომრავალფეროვნების და ენდემური ჯიშების სამშობლო, სწორედ ამიტომაც გადაწყდა, რომ კავკასიის ბიომრავალფეროვნების ეს გენეტიკური ბიბლიოთეკა გაკეთებულიყო და რახან ილიას უნივერსიტეტში კონცენტრირებულია მართლაც აი ამ რაოდენობრივი ეკოლოგიის, ბიოლოგიის, ბიოფიზიკის, ბიოქიმიის და მთელი ამ სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების საუკეთესო ბირთვი საქართველოში. ამიტომ შეირჩა ეს უნივერსიტეტი და მეცაც გეტყვით. არსებობს ამისი გეგმა, განათლების მინისტრსაც შეხვდა იმ DFK-ს Deutsche Forschungsgemeinschaft ქართულად გერმანიის მეცნიერების კვლევის საზოგადოება, ეს არის დიდი უზარმაზარი ფონდი, უდიდესი ფინანსურად ძალიან ძლიერი ფონდი, რომელიც ისეთ ძალიან დიდ გავლენიან პროექტებს აფინანსებს და თვითონ გერმანიის მეცნიერების და განათლების სამინისტრო, რომელმაც ეს გრანტი გასცა და ითვლება, რომ ეს არის ამ სამინისტროს მიერ უცხოეთში გაცემული გრანტებში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ყველაზე წარმატებული შემთხვევა, ხო? და თქვა, ეხლა როგორ წარმოუდგენიათ, რომ ეხლა მე იმას ან მე რაშვაში ვარ უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები ენდობიან მაგათ ბიზნესმენებს, რომლებიც აიღებენ პირობას, რომ ავაშენებო და მე გამოვა რომელიმე ინფრასტრუქტურის მინისტრი და იტყვის, რომ თქვენი 214-დან 161-ში მოხვდითო, არ გამოვა ეს ასე, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ეს ამ მეცნიერებს, აი არ ვიცი, რა ქვია, პიროვნული გმირობის ხარჯზე აქვთ მოპოვებული. მე მახსოვს 2012 წელს ჩვენ ერთ-ერთი პროექტი უნდა დაგვეწყო, უნივერსიტეტს უნდა გადაეხადა, ასე უნივერსიტეტი აფინანსებდა ამას 2012-2013 წლიდან უნდა დაგვეწყო და როცა შევთანხმდით ყველაფერზე, აი გავანაწილეთ ფუნქციები და მოვამზადეთ ეს ჩვენი ყოფილი სტუდენტები, ვინც დაიწყებდა იანვარ-შემოზე მუშაობას და მოვიდნენ ჩემთან ეს სტუდენტები და ესეთი რაღაც მითხრეს, რომ იცით რაო, ორი ცხოვრობდა თელეთში და იქიდან დადიოდა და თუ იქნება შესაძლებლობა, რომ მაშინ ერთჯერადი ის ერთთვიანი ავტობუსის ტალონი რომ უნივერსიტეტს შეუძლია, რომ ეს ტალონი მიყიდოს. მე ხავე დავიწყებ ამაზე მუშაობას. რატომ უნდა დაველოდოთ, როცა დაფინანსება იქნება და მართლა ასე დაიწყეს. ასე იქმნებოდა ის, რისგანაც მე კავკასიის გენეტიკური ლაბორატორიები, ან რა ვიცი მე, კავკასიის ეპიგრაფიკის კორპუსები, ან პროსოპოგრაფიული ბაზები და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი რესურსები იქნება და არ შეიძლება ამის ასე ვიღაც კერძო ბიზნესმენზე მიბარება, რომელსაც არანაირი, როგორც ვთქვათ, წარმატებული გამოცდილება ამაში არ აქვს. მეტიც სახელმწიფოსაც კი არ აქვს არანაირი წარმატებული გამოცდილება. მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის და უამრავი სხვა დაფინანსებით კეთდება ის ბაღების და იმაში დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში სკოლების რემონტი და მე აი ვთქვათ, ჩვენთვის წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება ამაზე ვიყოთ თანახმა და როგორც პერსპექტივა არის, რომ რომელიმე მინისტრი ან რომელიმე მაღალჩინოსანი აღმოჩნდეს მერე იმას დამნაშავის სკამზე? ვისთან წარმოგიდგენიათ აი ამ მაგალითად მნიშვნელოვან პროექტებზე ლაპარაკი და იმის ახსნა მომდევნო თვეებში, რატომ არ შეიძლება მაგალითად აი ეს კონკრეტული პროექტის ლაბორატორია გადავიდეს, არ ვიცი, რუსთავში, ქუთაისში, გორში, თელავში, სადმე სხვაგან, ხო? ანუ ეხლა რაღაცნაირად აი ეს კომისია სპეციალურად წავიკითხე, რომ მაყურებლისთვისაც ცხადი იყოს და მსმენელისთვისაც ვინ მიიღო, ხო, ეს გადაწყვეტილება განათლების მინისტრი მართალია შედის, ჩვენ სხვა შორის ვთხოვეთ მას ინტერვიუ და იმედი მაქვს, რომ უარი არ უთქვამს და იმედი მაქვს, რომ მოგვეცემა საშუალება, რომ მასაც დაუსვათ ეს კითხვები, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაინტერესებს რა პასუხები ექნება, ეს და სხვა კითხვები, მაგრამ აი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ვისთან უნდა ილაპარაკოთ ამაზე, არ ვიცი, ქალაქის მერთან, იუსტიციის მინისტრთან, ამ მთლიან 15 კაციან შემადგენლობასთან, რაღაცა ახალთან, რომელიც შეიქმნება, უშუალოდ განათლების მინისტრთან უნდა
მიხვიდეთ. აი მომდევნო თვეებში, იმიტომ რომ პეტიციაში ნათქვამია, რაც თქვენ გაავრცელეთ დაიცავი უნივერსიტეტი ქვია ამას, რომ არ აპირებთ, შეეგუოთ და არ დათმობს აკადემიური საზოგადოება არც თავის თავისუფლებას, არც პროექტებს, არც არაფერს, ხო, იმას, რა მიღწევებიც გაქვთ, ხო? აი როგორ ხედავთ შემდეგი თვეების კონტურებს. ნუ ერთია რომ საზოგადოებას ელაპარაკოთ, შეგნით ელაპარაკოთ, მედია გააშუქოს ეს ამბები და ასე შემდეგ, მაგრამ აი უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებთან. ძალიან რთულია ამ კომისიას რაზე უნდა ველაპარაკოთ, ხო? ამ კომისიას და მხარში შეხვედრაზე თქვი მე რომ სახელმწიფომ არ უნდა გააუქმოს საკუთარი თავი. არ უნდა გააუქმოს მის მიერ აწყობილი სტრუქტურები, ხო? ახლა რასაც აკეთებს ამ კომისიით და ამ დადგენილებით სახელმწიფო ის პირველ რიგში საკუთარ თავს იუქმებს. განათლებაში რა ქსოვილითაც არის წარმოდგენილი. ნახეთ, სახელმწიფო ამბობს, რომ მე მაქვს დაკვეთა განათლების სექტორის მიმართ და ეს ძალიან ნორმალურია. ჩვენ აქ ვლაპარაკობთ, რომ ეს დაკვეთა რას ეყრდნობა, ამას შეხედეთ კარგად. და ის ამბობს, რომ მე ამ პროგრამებს ვაფინანსებ. ეს ჩვეულებრივი, ძალიან ისეთი ნორმალური პრაქტიკა, მით უმეტეს ჩვენნაირი ქვეყნისთვის, მაგრამ სახელმწიფომ ასევე კიდევ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დასკვნები უნდა დადოს, რატომ აფინანსებს მაგალითად ეკონომისტს, ან ფილოლოგს, ან ისტორიკოს და რამდენი სჭირდება, როგორ სჭირდება და ასე შემდეგ. ახლა რაც მოვისმინე იყო იმდენი იურისტს ვაწარმოებთ, რომ იმდენი არ გჭირდება, არა და მე მგონი იურიდიულ მიმართულებას არ აფინანსებენ, მაგრამ რასაც აფინანსებენ იმ შემთხვევაში. იმიტომ რომ ეს ფაკულტეტები არ ხსენებიათ, რასაც ახლა ჩვენ სახელმწიფო ასევე ადგენს სტანდარტებს და ქმნის ინსტიტუციას, როგორ უნდა გაკონტროლდეს უმაღლესი განათლების ხარისხი. ხო? სახელმწიფო ადგენს სტანდარტს, რომ აი ამ ტიპის უმაღლესი განათლება მჭირდება, ქმნის საბჭოებს და ხარისხის ეროვნულ ცენტრში ეს ყველაფერი თავმოყრილი. ის ასევე ადგენს, აი ამ უნივერსიტეტებს აძლევს ამ სტანდარტებს, პროგრამის სტანდარტებს და ზოგადად უნივერსიტეტის სტანდარტს, ხო? და აქვს წესები და რეგულაციები. ადგენს კომისიას, პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს სხვათა შორის ავტორიზაციის და აკრედიტაციის საბჭოების თავმჯდომარებს და შემდეგ ეს დამოუკიდებელი საბჭოები, რომელიც ჩემი პირადი გამოცდილებით, რაც ილეს უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცესში გავიარეთ, არანაირად დამოუკიდებელი არ არის. ის ასრულებს სხვების დაკვეთას. და ნახეთ, ერთმა და იმავე საბჭომ 3 თვის შუალედში ჯერ მოგცა სრულად გაუგებარი დასკვნა, სადაც ეწერა, რომ 1 წლის თავზე მონიტორინგის პირობითო და მერე მოგცა ავტორიზაცია ყოველგვარი დათქმის გარეშე, ხო? იმიტომ რომ არანაირი ისეთი არ ქონდა საფუძველი, რომელიც მაშინაც არ ქონდა, მაგრამ მაშინ რაღაცით ისარგებლა და მერე შეცვალა ის. ანუ ამ წესებს როგორ უნდა იმართებოდეს უმაღლესი განათლება, მათ შორის კერძო იქნება თუ სახელმწიფო ამას მნიშვნელოვნად თვითონ ადგენს და რა თქმა უნდა ეს ნორმალურია. ძალიან კარგია, რომ ამ თვალსაზრისით უმაღლესი განათლებაში ეს ანგარიშსგება საერთაშორისო კონტექსტის ნაწილია. და ახლაც კი, როცა ჩატარდა აქ ხარისხის ეროვნული ცენტრის ყოველწლიური კონფერენცია და დაპატიჟეს ამ ენქარის და WFM-ის პრეზიდენტები და თქვეს, რომ ჩვენ ვაპირებთ, რომ აი გამოვასწოროთ ეს რაც რომლიდანაც ორი წევრები აღარ ჩვენ შეგვიჩერეს ასე თქვა წევრები და ვაპირებთ რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ და ხელახლა შევიტანოთ. მაგრამ ახლა ხელახლა შეტანისთვის რას ვაპირებთ? ყველაფერი დავშალოთ. და ყოველგვარი წესი კონსტიტუციაში რო გარანტირებული გვაქვს, ის უფლებებიც კი დავარღვიოთ. ხო? ამიტომ სახელმწიფოს შეუძლია დაადგინოს ეს წესები, შექმნას, ასე ვთქვათ, შეიქმნას ინსტიტუცია, რომელიც დამოუკიდებელია, მისი გავლენის ქვეშ არ უნდა იყოს და ამ დამოუკიდებელმა ინსტიტუციამ უნდა აკონტროლოს ეს, ვინ რომელ პროგრამას როგორ ასრულებს. კარგად, საშუალოდ თუ საშუალოზე დაბლად. ცუდად თუ შეასრულებს, გაუქმდება მას აკრედიტაცია პროგრამას. ეს არის სახელმწიფოს მოვალეობა. სახელმწიფომ ეს შექმნა ამის ნაცვლად ახლა და ახლა ამ თავის შექმნილს მთლიანად გადაუსვამს ხაზს და ამბობს, რომ მოდი ახლა მე თავიდან ვიწყებ თამაშს. მოდი ისევ დავსამგულობ ყოველ კითხვას რა არის ცუდი იმაში, რომ წესები, რომელიც მისი აზრით არ მუშაობდა კარგად, დაივიწყოს და რაღაცა ახალი სისტემა შექმნას. იმიტომ რომ პირველ რიგში ეს არის ანტიკონსტიტუციური. ახლა თვითონ ადგენს, მინისტრები ადგენენ ამას.
და მინისტრები აღარ ვიცი რომელი კომისია განსაზღვრავს, მაგრამ არსებული ფორმატით რომ არსებობს უნივერსიტეტი, სწორედ მისი ინსტიტუციური ავტონომიაა ისა და ეს ინსტიტუციური ავტონომია კონტროლდება. უკონტროლო კი არ არის, მე რასაც მინდა იმ პროგრამას კი ვერ განვახორციელებ უნივერსიტეტში, გამორიცხულია. ერთი კურსი რო შეცვალო, აი ამ 6 წლიანი ციკლის განმავლობაში, ისიც უნდა ერთი დაასაბუთო და რაც თავარია, სულ რაღაც 3 თუ 4 კურსის შეცვლის უფლება გაქვს ამ 6 წლიან ციკლში. ესეც მკაცრად კონტროლდება და იქ რო წერია ამ დოკუმენტში, რომ არათანაბარია ჩვენ კი არა ბრიტანეთში, რომელიც მართლაც ესე უძველესი უმაღლესი საგანმანათლებლო, იქაც არის კარგი უნივერსიტეტები, საუკეთესო უნივერსიტეტები, საშუალო უნივერსიტეტები და საშუალოზე უფრო დაბალი უნივერსიტეტები. კი, იქ საინტერესო იყო ასევე ამ ჭარბ მოსახლეობაზე, თბილისში ბევრი მოსახლეობაა და ნუ აი ქუთაისში გადავანაცვლებ და ქუთაისში მათივე აღწერით შესანიშნავი უნივერსიტეტი შეიქმნა, მაგრამ მე მინახავს ბევრი სტუდენტი, რომელმაც იქ ჩააბარა და მე თბილისში გადმოვიდა და მე მგონი სრული დატვირთვით თან ეს უნივერსიტეტი არც მუშაობს, არ ვიცი რა სხვა ეს უნივერსიტეტი რომ შეიქმნა, ძალიან დიდი გეგმები ჰქონდათ, რომ 60,000 სტუდენტი უნდა მიეღო და დღემდე 1000 ზუსტად არ მოსწონს, მაგრამ აი 1000 რაღაც 1000. კი, მათი ნაწილი ნამდვილად ეს არ არის დიდი რაოდენობა, ხა მე ვისაც ვიცნობ, მაგრამ რამდენიმე ესეთ სტუდენტს ნამდვილად ვიცნობ, რომელმაც იქ ჩააბარა და სტუდენტები ესე გადადიან ერთი უნივერსიტეტიდან მეორე უნივერსიტეტში. ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ასე ხელოვნურად არ ხდება. ხო, ანუ ჭარბ სტუდენტიანობის პრობლემა ვერ მოაგვარა. ქუთაისი არის იმისთვის მზად, რომ გაიყოს ახლა ეს 19 უნივერსიტეტი შუაზე და 15 იქეთ წავიდეს და 14 აქეთ დარჩეს. რა არის იქ? აი სტუდენტებს რა ელოდებათ. ამ თბილისში, იმიტომ მოდიან ის მშობლებიც, სტუდენტები რომ მოდიან ხაშის რეგიონებში და მე მშობლების მოყვებიანებს, რატომ? იმიტომ რომ არაფერი არ მუშაობს იქ ადგილზე. და იქნება და ჯერ ეს სხვა მხრიდან შეხედონ ამ ყველაფერს, ხო? რაც მართლა მათი პასუხისმგებლობაა. ქალბატონინო, და აი კითხვებზე რომ მიხარით აქ აუცილებლად უნდა ვთქვა და იქაც დავსვის ხაშურის კითხვები რომ ესე არ არის. უნივერსიტეტები ახორციელებენ საერთაშორისო აკრედიტებულ ან ორმაგი ხარისხის ან ერთობლივი ხარისხის პროგრამებს. ის ესე იგი სამთავრობო კომისიები რომ დაშლის ამ უნივერსიტეტს ისე არ გადაყვება იმ უნივერსიტეტს სადაც მინდა ჩემი ძმისიას პრინციპით არ მოქმედებს ეს პროგრამები ხო? პირობითად ილეონის მაგალითად ახლა 14 პროგრამას ვახორციელებთ ჩვენ ორმაგიან ერთობლივი ხარისხის გლაზგოს უნივერსიტეტთან, გეტინგენის უნივერსიტეტთან, მუნსტერის უნივერსიტეტთან, გენტის უნივერსიტეტთან 16 პარტნიორი უნივერსიტეტი ყავს, რომელშიც ეს 14 პროგრამა ხორციელდება და ერთობლივად, არა 16, რა 38 ვკაცრავად. ერთობლივად ვაწყი ნამდვილად 16 ანუ ის კონსორციუმია ძირითადად თუ რა იმ კონსორციუმში ბევრი უნივერსიტეტი შედის. ერთობლივად ვახორციელებთ ამ პროგრამებს და გავცემთ ან ორმაგ დიპლომს. გეტინგენი თანხმდება, რომ მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით მე რო სადოქტორო პროგრამა ხორციელდება ილიას უნივერსიტეტში, ხო? ის ენდობა იმ კურიკულუმს, რასაც ილიას უნივერსიტეტი ახორციელებს 3 წლიდან. 1 წელი სწავლობს ის სტუდენტი გერმანიაში და იღებს 60 კრედიტს, 2 წელი არის საქართველოში, უბრალოდ ამ 2 წლიდან კიდევ მას აქვს საშუალება რომ წავიდეს გეტინგენში და ან მუნსტერში ან გენტში და იქ ძალიან დიდი შეღავათები მიიღოს, კონდეს დაფინანსება გამოქვეყნებისთვის, კვლევითი რესურსები შეიძინოს და ასე შემდეგ. და ნახეთ, ის ამ პროგრამას ენდობა ამ უნივერსიტეტში. იმიტომ რომ მას ყველაფერი შესწავლილი აქვს და სადისერტაციო ნაშრომს რომ წერს, ორივე კომისია ამოწმებს ამას. ეს მექანიკურად არ გადადის სხვაგან. არც მაგალითად ახლო ატმოსფეროს პროგრამა, რომელიც აი შარშანი წინ დავიწყებთ, ერთ ფრანგულ და ორ გერმანულ უნივერსიტეტთან ერთად და ილიას უნივერსიტეტი გასცემს ხარისხს. ისიც არ გადაყვება მას მექანიკურად. ჩვენი უბედურება რაში ეცით, რომ Volkswagen-ის ფონდი, რომელიც ამ პროგრამებს აფინანსებდა და რომელიც დიდი ზარზე იმით აღნიშნა მათ შორის სახელმწიფომ, როცა ეს გრანტები მიიღეს ამ უნივერსიტეტებმა,
ისიც უკვე გასვლის პირას არის. გასვლის პირას არის, მაგათაც იმ ჩამონაცვალში არ არის Volkswagen, რომელსაც არ სჭირდება აი ბატონი რაჟდენის ბაზაში დარეგისტრირება და ეს ასე მარტივი კი, გერმანიის ელჩმა ხო ითხოვა, რომ რიგი პროგრამა. ეს არ არის ასე მარტივი და ჯერ ერთი ჩვენ მართლა ხელფაში შეგვეკრა, რომ ის რასაც ვახორციელებდით ამ საერთაშორისო ფონდების საშუალებით მინიმუმზეა დასული. ხო? და მე ახლა კიდე ის უკვე რაც მოვიპოვეთ დგება კითხვის ნიშნისკენ. ეს უზარმაზარი დარტყმა იქნება ამ ჩვენი საგანმანათლებლო სფეროსთვის. აი სრულიად მკაფიო რო გავხადოთ ეს ორმაგი პროგრამები, ხო? აი მაგალითად გლასგოს უნივერსიტეტი, ხო, ან ერთობლივი. თუ კი მაგალითად ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქის პრინციპით, მე საერთოდ ვერ გავიგებ ფაკულტეტი გულისხმობა თუ სპეციალობა, იმიტომ რომ ფაკულტეტი უფრო ფართო ცნებაა და იმ ფაკულტეტზე სრულიად პროგრამები, სხვადასხვანაირი პროგრამებია, მაგრამ აი დაუშვათ ეს ფორმულა ავიღეთ ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი და ეს გადასარევი პროგრამა, რომელიც ბიოლოგიაშია, ხო? აი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებშია, გადაეცა არ ვიცი, ტექნიკურ უნივერსიტეტს. ილიასი აღარ იყოს და გადაწყდეს, რომ აი მას კონდეს. ან არ ვიცი, ნებისმიერს, ხო? კი ბატონო. იმიტომ რომ იქ ლაპარაკია რომ ტრადიციული ხო, სატრადიციული იყოს, კიდე გაუგებარია. ეს აპრიორი ნიშნავს იმას, რომ ეს პროგრამა არსებობას დაასრულებს, იმიტომ რომ სხვა უნივერსიტეტში ვერ გადავა. არა, იმიტომ რომ ამ პროგრამას ან ილიას უნივერსიტეტში გავლილი ის აკრედიტაცია, საერთაშორისო აკრედიტაცია, ან არა და ის ის კოტუტელის ხელშეკრულება გაფორმებულია ამ კონკრეტულ პროგრამაზე. ის ხელშეკრულება ხა ასე არ არის, რომ ყველგან მიყვება იმას. სადაც მინდა იღწევა ამ პროგრამას. არა. აუ შესაბამისად, მხოლოდ ეს 36 პროგრამა რაც ილიაუნის აქვს ორმაგი, ესე უხეშად სხვადასხვა 36 უნივერსიტეტთან. თუ კი მათ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპით გადაანაწილებ, ან აი ვისაც ამისი ტრადიცია აქვს, ეს დამთავრდება. და აი რამდენ სტუდენტზეა ლაპარაკი? არა, ხა სტუდენტი არა, ათობით არის თუ ასობით არის? არა, ეს არის ძალიან ეს შეიძლება აუ იცით რისი დანახვები და დაახლოებით რამდენ ახალგაზრდას აქვს სხვადასხვა საფეხურზე იმის საშუალება, რომ საქართველოში ქართულ უნივერსიტეტში მიიღოს საერთაშორისო ევროპული განათლება. ამაზე არის ხაშურის ევროკავშირმა ეხლა ევროკავშირი ძალიან შთამბეჭდავი რიცხვები და აი იქ ნახეთ როგორ შეკონცენტრებულია ეს პროგრამები. მაგალითად გლასგოს პროგრამებში ჩვენ რას ვიყენებთ? ვიყენებთ სწორედ იმ ინსტიტუციური გაცვლის პროგრამებს, ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ პროგრამებს, ან Volkswagen-ის მიერ გამოცხადებულ პროგრამებს, ან DAAD-ის მიერ გამოცხადებულ გრანტებს და ასე ვუშვებთ ამ სტუდენტებს. ასე რომ ის 13000 სტუდენტი ამაში მოძრაობს სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხო? და მე ნახეთ კიდე რა ემართება ბოლოს და ბოლოს არსებობს რაღაცა საერთაშორისო რეიტინგები, ხო? და მაგალითად რა ემართება ამ დავთვალეთ და სადღაც 80-მდეა, არა მეტი, 83 პროგრამა ისეთი, რომელშიც ილიას უნივერსიტეტი მარტივად კი არ უსწრებს, თქვა საერთაშორისო რეიტინგებში სხვა ქართულ უნივერსიტეტებს, სრულად სამივე დარგში 2 უნივერსიტეტია და ნაწილობრივ კიდე ერთი დამატებითი უნივერსიტეტი. არამედ 2-ჯერ და 3-ჯერ. აი მაგალითად გეტყვით ახლა ეს პროგრამები დარგები ეს არის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები და ზუსტი მეცნიერებები, ხო? ილიას უნივერსიტეტი თუ არის 380-ე, 617-ე და 605-ე მომდევნო ქართული უნივერსიტეტი არის 1186. ყველა შეუძლია ეს გახსნას Times-ი და შეამოწმოს იქ. Times-ი არის ერთ-ერთი ავტორიტეტული რეიტინგების, რომელიც აი ეყრდნობა სწორედ აი ამ კვლევის იმპაქტს გავლენას და შემდეგ და რა ემართება ამ პროგრამებს? რა, ერთხელ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აუკრძალა? თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს მზაობა, რომ მიიღოს ეს პროგრამები, როგორ იცით? არ ვიცი, ხო ჯერ ამ დონეზე ხო არ ყოფილა, რა თქმა უნდა მიიღოს ეს პროგრამები. ამის ამბობს რომ მე ვიქნები მასპინძელიო. ეს ჩემ და ჩემი ძმისის პრინციპით ეს ვერ გამოვა. ძმა მე ვიქნებიო არა ხო? არა, ეს არ არის ხო, მამა ყველა მიცის რა არ უნდა მას დიდად საგანმანათლებლო სფეროში მაინც ისე ჩახედული რომ ეს ასე მარტივად ვერ გადაწყდება.
ხო? და კიდევ ვიმეორებ, არავის არანაირი გარანტია ამ საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის აშენებას როგორ ეხუმრებიან, როგორ აპირებენ ძალიან მაინტერესებს და კიდე ერთი რამ მაინტერესებს, რაც ხაშუც ჯერ არ მიკითხავს, მაგრამ აი სულ მღრღნის ეს. ჩვენთან უნივერსიტეტებში არსებული ინფრასტრუქტურა თუ არ ჩავთვლით აი ამ 1000 წლის გამოწვევის ფონდის ფარგლებში ხარდაჭერის შეძენილ უახლეს ინფრასტრუქტურას, აი მაგალითად ილეონის ტექნოლოგიის სკოლაში, ან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ლაბორატორიებს და ასევე ტექნიკურ უნივერსიტეტშიც სადაც შეუძინეს ეს ლაბორატორიები. არის საკმაოდ ძველი. ეს მოძველებული სამეცნიერო ინფრასტრუქტურა იცით როგორია? მე მახსოვს, რომ აი რამდენიმე წლის წინ ჩვენ ერთ-ერთი დასავლური უნივერსიტეტი გვჩუქნიდა ძალიან ძვირად ღირებულ ლაბორატორიას, მაგრამ ამბობდნენ, რომ ჩვენ ვერ მოგცემთ წერილს, რომ ეს წაიღოთ აქედან. იმიტომ რომ ამას არავინ არ იცის, ამას თქვენ ხელს ახლებთ. შეიძლება დადო და არ მოიხმარო? არა, ანუ ამას თქვენ რომ ხელს ახლებთ და გადაიტანთ სხვაგან, ამას თუ დაშიფროთ, ლაბორატორიაა ესა, ხო? და არის რაღაც უზუსტესი ხელსაწყოები, განსაკუთრებით აი სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებლის. მე მახსოვს კორპუსი რო შენდებოდა ჩვენთან, აი ტექნოლოგიის სკოლის კორპუსი, ჩვენი პროფესორები აი ლამის ღამეებს ათევდნენ იქ რომ ზედმეტი ის არ ყოფილიყო რყევა, ზედმეტად სწრაფად არ გაებურღათ რაღაცა და აი რომ ასხან. იქ რატომ? იმიტომ რომ ის ამას ვერ გაუძლებს. და წარმოიდგინეთ ხა ეს, აი როგორ წარმოუდგენთ რომ ესე უნდა მოშალონ ერთი ადგილიდან გადაიტანონ მეორე ადგილ. ამ თვალსაზრისით ჩვენ ვაპირებთ მთელი ჩვენი ლაბორატორიული სისტემის შეფასებას და დასკვნების დადებას. რომლის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი და რომლის არა. ეს არის ლაბორატორიები. ანუ ის ვერ მიიღეთ, იმიტომ რომ ამის ტრანსპორტირება არა, მივიღეთ, თუმცა მათ არ მოგწეს არანაირი გარანტიები და მე თურქეთიდან და იმიდან ევროპის ქვეყნებიდან ჩამოყავს ინჟინრები, რომლებსაც შეუძლიათ რომ ის შეაკეთონ და ძალიან მაინტერესებს რა გეგმა აქვთ ამ ინფრასტრუქტურის ასე ტრანსპორტირების, ან როგორ წარმოუდგენიათ რომ მე ძალიან მაინტერესებს ეს ნიუანსობრივი მსჯელობა, როგორ შეიძლება გაიმართოს მთავრობასა და არა, მე ძალიან მაინტერესებს და ეს კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის ასეთი მარტივი და პროგნოზირებადი შედეგი ამის არის კატასტროფული ვარდნაში იმისი ხარისხის. ხო, აი ზუსტად ეს მინდოდა მეკითხა აი ამ შეხვედრაზე მოკლედ 30 ოქტომბრის, როცა გამოვიდა განათლების მინისტრი, მან მედიასთან თქვა, რომ რექტორებისგან მიიღეს ძალიან სერიოზული მხარდაჭერა განათლების რეფორმის კონცეფციით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა თქვენ ამავე შეხვედრიდან რო გამოხვედით, თქვით, რომ დაგეგმილი რეფორმა ამ სახით სხვა არაფერია თუ არა ილია ჭავჭავაძის მიერ მე-19 საუკუნის ბოლოს მონიშნული და 1918 წელს ივანე ჯავახიშვილის თაობის მიერ მართლაც მაღალი საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილი საუნივერსიტეტო ტრადიციის გაყიდვაო. აი ესეთი კაცრი ტექსტი გქონდათ, ხო? და ასევე თქვით, რომ 18 მორჩილი რექტორის პოზიცია ვერ გადაწყვეტს განათლების მომავალს ამ ქვეყანაში. მე მესმის, რომ შეიძლება კოლეგებზე ლაპარაკი არ გინდოდეთ და მათ პოზიციაზე, მაგრამ საბოლოოდ რაზე ვლაპარაკობთ? თავი შედეგი რა შეიძლება იყოს ის, რომ არსებულს დავანგრევთ და ეს საკმარისი იქნება. ზიანი უკვე მიადგება, უკვე მეტნაკლებად ფეხზე მდგარ უნივერსიტეტებს და ვინც ისედაც სუსტი იყო, სუსტად დარჩება. თუ შევქმნით რაღაც ახალს, იმიტომ რომ ეს წესები რაც წეღავ თქვი წესები, რომელიც ამდენი წელი შევიმუშავეთ, არ მოგწონს და მოდი ახალი წესები შევქმნათ. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ შედის ამ კომისიის შემადგენლობაში გადაწყვეტილების მიღები პირები, ხო, ახლა ჩვენ ვართ. აი როგორ წარმოგიდგენიათ რა არის შედეგად რას ხედავს არა თქვენ, არამედ აი ეს ხალხი, ვინც ამას აკეთებს. აი ილიას უნივერსიტეტის, ასე ვთქვათ, ეს საუნივერსიტეტო საზოგადოების მიმართვის მესამე პუნქტში არის ჩამოყალიბებული, როგორ გვესახება ჩვენ, ხო? რომ გაიხსნას ფართო დისკუსია და მასში გადაწყვეტილების მიმღებები კი არ იყვნენ ის ძალოვანი მინისტრები და ინფრასტრუქტურის მინისტრები. კიდევ ერთხელ არაფერი არ მაქვს მათი, ასე ვთქვათ, კომპეტენციის საწინააღმდეგო განათლებაში მათი კომპეტენციას ვაყენებ, უმაღლეს განათლებაში განსაკუთრებით ეჭვქვეშ, ხო? შეიქმნას კომისია და
წლების ჭირდება ამას. აი ეს ახლა რომ ჩამოწერო სხვადასხვა იმის პრობლემა რაც აქვს, რა ვიცი მე სხვადასხვა სამინისტროს და შეაკოწიწო ეს არ არის ხო გონებით ეს დოკუმენტი უბრალოდ არ შეიძლება ვინმეს ვაჩვენოთ როგორც მთავარი გამოწვევები განათლებაში, იმიტომ რომ სხვა შორის აი ახლა გამოქვეყნდა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის დოკუმენტი და მე შემიძლია გაგიზიაროთ ის დოკუმენტი, როგორ უყურებენ თვითონ ევროპაში საუნივერსიტეტო განათლების გამოწვევებს. გული როგორი დიდია სხვაობა ჩვენსა და ბეჭდებს. სადა დედამიწა. მთელი ის დოკუმენტი, რაზეც არის აგებული. და ევროპა რო ამბობს, რომ აი ევროპის დამოკიდებულება სხვა ქვეყნებზე ამ ტექნოლოგიურ განათლებაში ეს როგორ რას უსამს ჩვენს უნივერსიტეტებს და იქ მთავარი არის სწორედ ეს ინფორმაციის მათ შორის რელევანტური აკადემიური საგანმანათლებლო ინფორმაციის მოპოვების, გადამუშავების, გადაცემის, ათვისების და მე იმისი შეფასების სისტემა რო შეცვალა ამ თანამედროვე ტექნოლოგიებმა, როგორ გადავარჩინოთ, უბრალოდ როგორ უნდა ტრანსფორმირდეს ეს უნივერსიტეტი და ამ დოკუმენტში საერთოდ ერთი სიტყვაც კი არ არის ამას ნათქვამი. ელოდით რო იქნებოდა, როცა გაიგეთ კონცეფციაზე მუშაობდე? არა, არც ველოდი მართალი რო კითხვა, ხა მეც რო ვიყო რა ვიცი მე ძალოვანი სტრუქტურის მინისტრი ვერანაირად ვერ დავწერ იქ რა უნდა იყოს იმაში გამოწვევა რა არის უმაღლესი განათლების და ამიტომ კიდევ ვიმეორებ ჩემი შეფასება შეიძლება ემოციური იყოს ნამდვილად იმიტომ რომ რთული ამაზე ემოციის გარეშე საუბარი მე დარწმუნებული ვარ ეს უნივერსიტეტები აუცილებლად თავიანთ პოზიციას იტყვიან რა გაძლევთ ამის საფუძველს 18 მორჩილი რექტორი რა თავის არა ვიმეორებთ მაგას ეს შეიძლება ემოციური იყოს ეს არანაირი ესე იგი შეფასებითი არ არის მით უმეტეს მე დარწმუნებული ვარ ეს უნივერსიტეტები აუცილებლად დასვამენ თავიანთი ინსტიტუციური ავტონომიის და აკადემიური თავისუფლების საკითხებს და ჩვენ ეს ღიად თქვით და არ ვაპირებთ აქედან უკან დახევას და გამოცდილება მართლა ძალიან ძიმე გვაქვს და იმიტომ აი კი მაბრალებენ ამას რომ ემოციურად გადააქვს იმ ისტორიომაზე მაგრამ არ არის ეს ისტორია. სხვა შორის ეგ ანალოგია ძალიან საინტერესოა მე მიყვარს თქვენი ლექციების მოსმენა და პერიოდულად ძველ ლექციებსაც უსმენ ხოლმე და ერთ-ერთი რასაც ახლა ამ ინტერვიუს წინ კიდე ერთხელ მოусმინე იყო ოკუპაცია ყოფით ამბებში, როგორ უნივერსიტეტში, ისე სადაც ერთი ტყვიაც არ გაუსროლიათ, როგორ შეცვალა საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დანგრევის შემდეგ მთელი ეს აკადემიური ინფრასტრუქტურა და როგორ შეიქმნა სხვა უნივერსიტეტი, რომელიც პირველ ქართულ უნივერსიტეტს მე პედაგოგიურად გადაკეთდა. ხო, გაუწუწებდა ალტერნატივას და ეს კომუნისტში გამოქვეყნებული გაზეთის სტატიებიც, არ ვიცი თუ ვინმეს ეს ლექცია არ აქვს ნანახი მე შემიძლია მოკლედ გავცე რეკომენდაცია ამ და სხვა ლექციების მოსმენის, რომელიც ქალბატონი ნინოს სხვა დროს აქვს წაკითხული, ისევ და ისევ ვილიონიში. თუმცა ხო, ეს ისტორიული ანალოგიები მე მგონი მნიშვნელოვანია და ალბათ მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ აი რაზეც არსებობს მე მგონი სამეცნიერო სფეროში შეთანხმებული აზრი, რომ ილიას მიერ დაფუძნებულმა მწერაკითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ საბოლოოდ მისმა შედეგებმა მოუმზადა საფუძველი პირველ ქართულ რესპუბლიკას და მაშინ როცა პირველი ქართული რესპუბლიკა წყვეტს არსებობას, პირველი ვინც იღებს დარტყმას არის სწორედ კონსტიტუცია და უნივერსიტეტი, ხო? არ ვიცი ეს ისტორიული პარალელები ზოგადად საშიში რამეა, მაგრამ ეხლაც ბევრმა შეადარა და მათ შორის იყო საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მან შეადარა 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება, ანუ პრემიერის გადაწყვეტილება, რომ ევროინტეგრაციას წყვეტთ, ხო? და საერთოდ რაც აქვს იმ გადაწყვეტილებას ამ რეფორმასთან არის სწორედ ანტიკონსტიტუციურობა, იმიტომ რომ კონსტიტუციაში როგორც ევროინტეგრაცია დაცული, ასევე არის აკადემიური თავისუფლება. აი თქვენ როგორ ხედავთ ერთიანობაში ხედავთ პირველ რიგში, აი მართლა ხედავთ მსგავსებას 28 ნოემბრის გადაწყვეტილებასა და ამ კონცეფციას შორის? იცით რა, მე ამ საკითხების შეფასებაში ნამდვილად ვარ ემოციური. მხოლოდ იმიტომ კი არა ვთქვათ ამ შემთხვევაში რაღაცა ჯგუფს ხელმძღვანელობ უნივერსიტეტში. იმიტომაც რომ აი მთელი ცხოვრება ამ საკითხებზე ვმუშაობ. და 1852 წლიდან თუ კი რამე დაბეჭდილა
უნივერსიტეტის დაარსებასთან დაკავშირებით, წერა-კითხვის დაარსებასთან, საზოგადოების დაარსებასთან დაკავშირებით და ეს უნივერსიტეტი როგორ შეიქმნა, აი როგორ გითხრათ, აი როგორ შედგა დღეს რომ რა ვიცი მე კახეთიდან პარწიკანაშვილმა ჩემო საყვარელმა პერსონაჟმა რომელიც იყო ქრივი ქალბატონი სამი შვილი ყავდა და თუშეთიდან ჩამოდიოდა თელავის ბაზარში და ყიდდა წინდებს თუშულ წინდებს და იცოდა რომ ერთი ცალი უნდა გამოეგზავნა ივერიაში წერილს აგზავნიდა რომ ერთი წყვილის ფასი მინდა რომ ამას შევწიო ანუ აი ასეთი პატარა ისტორიებიდან დაწყებული რა ვიცი მე მათ შორის 37 წლის ჩათვლით როგორ დაიხურა კიდე როგორ გაჩანაგდა ამ უნივერსიტეტში აკადემიური თავისუფლებაც და როგორ წაიწია დაიხია მართლაც იმ ხარისხმა უკან ეს ყველაფერი მინახავს არქივებში და მინახავს საკუთარი თვალით და ესენი გამოცემულია და ამას უნდა წაკითხვა და ადამიანები ვინც საქართველოში საგანმანათლებლო დარგის იმას განახლებას აპირებენ ისინი ვალდებულები არიან რომ დიახ საუნივერსიტეტო ტრადიციას გაუწიონ ანგარიში. სხვათაშორის აი ეს უნივერსიტეტის დამოუკიდებლობა 1921 წელს არ დასრულებულა. დასრულა მაშინ როცა ივანე ჯავახიშვილი გამოაძევეს იქიდან, თორე სანამ ეს მოხდებოდა თქვენ რომ ნახოთ ეს ტუმი და აი ეს ჟურნალები მაგალითად აი ბოტანიკის მიმართულებით რაც გამოდიდა მე მიყვარს ხოლმე ამ ჟურნალების ხშირად ვკითხულობ და მით უმეტეს ახალ არის იმისი ციფრული სახითაც რომ ლათინურენოვანი აბსტრაქტები აქვს და აი როცა გერმანიაში სადმე ქართული მეცნიერების მომზადებულს ეს იყო იმიტომ რომ მაშინ ის 1918 წელს შექმნა სწორედ აი ამ დასავლეთიდან ევროპული გამოცდილების დასავლეთიდან ჩამოსულმა ივანე ჯავახიშვილებმა, აკაკი შანიძეებმა, ფილიპე გოგიჩაიშვილებმა, პეტრე მელიქიშვილებმა და სხვაებმა და იმის მონგრევა ასე მარტივი არ იყო. ის გრძელდებოდა იმ 1928 წლამდე, სანამ იქ მივიდა ერთი ძალიან ჭკვიანი კაცი, რომელსაც კი ჰქონდა ის დასავლური განათლება, მაგრამ გამოიყენა იმაში, რომ დაინგრია იქაურობა და ის აკადემიური თავისუფლება, ხო? და მერე მოვიდნენ იქ ის წითელი პროფესორები და ორაგოელიძეები და თქვენ რო წაიკითხოთ ეს გამოცემული ეს ხაშოს ბიბლიოთეკამ გამოსცა და მასალები არსებობს ხელმისაწვდომია ყველა შეუძლია ნახოს აი ივანე ჯავახიშვილი ხალხის სამსჯავროზე ვერ წაიკითხავთ იქ რა წერია ხო ის ორივე ტრადიცია შევქმნით ჩვენ ერთი რომელიც ივანე ჯავახიშვილმა დაარსა და მეორე საიდანაც ის გამოაძევეს და იქ მიიყვანეს ეს წითელი პროფესორები ხო და მე ამას 10 წლეულები დასჭირდა და თითოეულ ადამიანი დარჩა იმ უნივერსიტეტში ურთულეს პირობებში ვინც აი რიგით სტუდენტამდე ჩემამდე მოიტანა ეს ან ჩემ თაობამდე ან კიდევ უფრო ადრეულ თაობამდე ხო მე ხაშეს აი ჩვენ უნივერსიტეტში რომ დაამთავრდა სამსახური მაშინ ხელნაწერების ლაბორატორია გაიხსნა ბატონმა აკაკი შანიძემ მიგვიყო სამსახური გასაუბრა მან ჩავგვიტარა და ეს იყო აი რაღაცა მართლა უნიკალური ამბავი და აი ახლა როგორი იყო ეს გასაუბრება? ხო, ბატონ აკაკი აი არჩეულებად არ მოუდგენი რა ადამიანი იყო ეს ბოლომდე 100 წელს მეტანებული იყო მაშინ და ესეთი ხო ეს კიდე სხვა მაგრამ აი ბატონ ზექალა შანიძე ახლა გამოსცემს ილიას უნივერსიტეტში აი სულ რამდენიმე დღეში იქნება ამაზე ანოტაცია ბატონ აკაკის არქივში აღმოჩენილ ერთ ძალიან დრამატულ ხელნაწერს ეს ეხება ცნობილი ქართველი მეცნიერის მაშინ ხოშეს პუშკინის აი პედაგოგიური ინსტიტუტში მოღვაწეობდა მიხეილ ზანდუკელის საქმეს რომელიც არის საქართველოში იმ პერიოდში აკადემიური თავისუფლების შეზღუდვის ერთი კონკრეტული საქმე და ასეთი უამრავი საქმე იყო მაშინ ხო როგორ გამოიყენეს მათ ჩვეულებრივი ერთ შეიძლება მწვავე აკადემიური კამათი იმისთვის რომ სახელი გაეტეხათ ამ ადამიანისთვის და მერე მიეწებებინათ ის აი მაგას სამანელთა საქმესთან ერთად გადაასახლეს 11 წელი და სხვები საერთოდ დახორიტეს ან მუსიკოგბერძი საერთოდ ცოცხალი ვეღარ ჩამოვიდა იქიდან ხო ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენ როცა
როცა არსებული სისტემის ნგრევას ვიწყებთ და ახლის შენებას. ეს არ არის ასეთი მარტივი საქმე. თვითონ ივანე ჯავახიშვილმა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, რომლის ფონდებსაც ახლა გავიდა 2 დღის წინ რომ თურმე დაშლით ემუქრებენ, ეს არის პრინციპულად მიუღებელი და დაუშვებელი. რას ნიშნავს, რომ ის ფონდები უნდა დაიშალოს? აღარა ვართ ჩვენ სეკულარული სახელმწიფო? და სახელმწიფოს აღარა თავი ესე იგი ამ პასუხისმგებლობას იცილებს. და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება სხვათაშორის ინტერვიუები, რომელიც ივანე ჯავახიშვილმა გამოაგზავნა ჯერ კიდევ ადრე, როცა ჰარნაკთან მუშაობდა საქართველოში. ეს არის ჩვეულებრივი SWOT ანალიზი. რა ტიპის უნივერსიტეტი გინდათ? ეს 1200 კითხვიანი. ის არის 57 კითხვიანი. 57 კითხვიანი, 1200 ეგზემპლარია ის. იყო ყოველ შემთხვევაში რაც ცნობილია. და სხვადასხვა ფენას უცხოეთში მყოფ სტუდენტებს, ქართულ ინტელექტუალურ ელიტას, ვაჭართაძე ყველას ეკითხება და არკვევს, ვის როგორი უნივერსიტეტი წარმოუდგენია და მე ამისი ანალიზი ხდება წლების განმავლობაში. ასე იხსნება ეს უნივერსიტეტი და ახლა ასე ერთი ხელის მოსმით ეს უნივერსიტეტი რაღაცნაირად გადაურჩა იმ წითელ პერიოდს და ახლა და ეს საუნივერსიტეტო განათლების სისტემა დავანგრიოთ და შევცვალოთ რაღაც ახლით რომლის კონტურებიდან ჯერ მხოლოდ მისი ეს გეოგრაფიული წანაცვლება არის ცნობილი და რატო 10,000 ლარიანი ხელფასი ხო ცნობილია სრული აკადემიკოსისთვის რომელსაც ფაკულტეტზე 3 პროფესორი და მათი ასისტენტი იყო. აი, როგორ განსაზღვრეს ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საინტერესო. ან რა წარმოუდგენიათ ფაკულტეტად? აი მე ეს ვერ გავიგე ფაკულტეტად რა წარმოუდგენიათ. აი მე გეტყვი თუ ბიოლოგი მას როგორ წარმოუდგენიათ. მე ვერ ხვდები საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტს იღებენ თუ ბიოლოგიის სპეციალობას. სადაც ამას ვერ 47 იყოს მათსავე დამტკიცებულ ეროვნული საკვალიფიკაციო ეს ხო არ გიკითხავთ ფაკულტეტში რას გულისხმობენ? არა და არც არის განმარტებული, ამბობენ რომ პრინციპში მაგაზე განმარტება აქვს საბუნებისმეტყველოზე ვლაპარაკობთ ბიოლოგიაზე. ეს ან ასე დაყოფა ფაკულტეტებად რანაირად შეიძლება აი ნიკა წიქარიძეს ქონდა რამდენიმე დღის წინ პრეზენტაცია აი ცუცხვათის მღვიმის განხრებზე, მათ აი მეორე კი ასევე მუზეუმიდან გამოშვებული. ასევე მუზეუმიდან გამოშვებული, რომელსაც მართლა საშინელება გაუკვეთეს. აი წარმოიდგინეთ, რომ 2022 წელს მარტო ილიას უნივერსიტეტს 2 უკვე მოპოვებული უცხოური დაფინანსება გაუქმდა. არქეოლოგიურ გათხრებს. რატომ? იმიტომ რომ რაღაცა დრაკონული წესი შემოიღეს, ჩემი განცხადებები უნდა ნახოთ სურსათის უბნებლობის რაღაცა დეპარტამენტში, იმიტომ რომ იქედან უნდა მოგვეტანოთ ცნობა, რომ დედოფლის წყაროში სრულად დაუსახლებელ ადგილას რომ თხრიდნენ და იქედან 170 მეტრში იყო საფეხმავლო ბილიკი, რომელსაც ძროხები, ასე ვთქვათ, ის ნახირი გადაადგილდებოდა. და 3 კვირა იმ სურსათის ეროვნული სააგენტოს რომ მოეცნობა, რომ გერმანელები რომ ჩამოვლენ და ჩვენი სტუდენტები და ჩვენი პროფესორი ამას რომ გათხრიან აქ, ის იმ ძროხას არ დააზარებს. ეს არის ახლა ისეთი კოშმარი. პესტიციდების გაჯერებული საკვების ქვეყანაში ეს წარმოიდგინეთ რომ აი ასე შეაფერხეს ეს ყველაფერი და ის ფონდები გააქცეს. მეორე წელს ჩვენ აღარ მოგწა იმ გერმანულმა ფონდმა დაფინანსება. იმიტომ რომ ჩაითვალა რომ ეს არის ქვეყანა რომელიც არ არის ასე ვთქვათ ასეთი ფონდებისთვის მყარი. და ყველას გაუქმდა ეს დაფინანსება და ის მეცნიერები აქ ჩამოვიდნენ ძირითადად თბილისში ისხდნენ და მუზეუმებში ცდილობდნენ რომ მუზეუმებში ემუშავათ. და 9 სექტემბერს მივიღეთ თანხმობა და 15 სექტემბერს უკვე მთავრდებოდა და აზრი აღარ ქონდა იმის გათხრას. და ახლა წარმოიდგინეთ, აი 3 წლის შემდეგ მოიპოვა ნიკამ თანხმობა, ამაზე წელს დაიწყო კიდევაც ეს გათხრები, არაჩვეულებრივი აღმოჩენები ჰქონდათ უცხოელებთან ერთად ჩვენც დავაფინანსეთ, მაგრამ ეს ძალიან მინიმალურია იმასთან შედარებით, რაც ამ ტიპის გათხრებს სჭირდება და ახლა ლაბორატორიული ანალიზი უნდა დაიწყოს, რაც უცხოეთშია და არა ჩვენთან. ხო, იმიტომ რომ ეს ლაბორატორიებია. და წარმოიდგინეთ, რომ ის მუშაობს გლაციოლოგ ლევან ტიელიძესთან,
რომელიც ასევე უდიდეს ყველაზე დიდი აი კლიმატის გლობალური ცვლილების დიდი პროექტი რო ანტარქტიდაში იქ მუშაობს. აი ამ გლაციოლოგ ლევან ტიელიძესთან ერთად ადგენს იმ საკითხს, რა გავლენა მოახდინა გამყინვარებამ იმ კონკრეტულ თემაზე, ცუცხვათის ღვიმის იმ კონკრეტულ თემაზე. მიკრობიოლოგთან ცალკე მუშაობს, რაოდენობრივი ბიოლოგიის სპეციალისტთან ცალკე მუშაობს, ეკოლოგთან ცალკე მუშაობს, მედიცინის მეცნიერების მკვლევრებთან ცალკე მუშაობს, იმიტომ რომ ის კბილი, რომელიც იმ ნეანდერტალელის კბილი, იმას კიდე სხვა ასე ვთქვათ. ანუ ეს ინტერდისციპლინურობა დღეს, ესეც არის თანამედროვე უნივერსიტეტის ერთ-ერთი გამოწვევა. ეს იმდენად გადაჯაჭვულია ერთმანეთზე, რომ რა ის ერთი ფაკულტეტი და ერთი ფაკულტეტების ქალაქობანას ვეძახი ამას მე. ეს აი არასერიოზულია უბრალოდ. მათ რომ 1-2 განათლების საკითხებთან ახლოს მყოფი ადამიანები მიეწვიათ იქ დარგში მომუშავე სპეციალისტები, ისინი ამ უხერხულობას თავიდან აიცილებდნენ და არ ჩაწერდნენ იქ, რომ ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქიო. რანაირად, როგორ შეიძლება ეს ასე დავყოთ ჩვენ? ხო? აი იმავე ნიკამ, ეხა ძალიან მაღალი იმპაქტ ფაქტორიან ჟურნალში გამოაქვეყნა ერთი სტატია ლევან ტიელიძესთან ერთად, სად მყინვარების მკვლევარი და სად ნეანდერტალელების მკვლევარი, ხო? სხვადასხვა რამეა, მაგრამ აღარ არის დღეს მეცნიერება ასე დაყოფილი. მარტივ რაღაცას გვეტყვი, აი ლინგვისტიკა მაგალითად თანამედროვე უცხოურ იმებში, უნივერსიტეტებში, ამერიკულში ან ევროპულში ზოგან მათემატიკის ფაკულტეტზე, იმიტომ რომ რაოდენობრივი ლინგვისტიკა ქვია ამას, ხო? ზოგან ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზეა. სოციალურ შეიძლება იყოს თავის არ არის უკვე ეს იმდენად შეიცვალა, რომ ეს ახლა რა ვიცი მე რაღაცა პრუსიული განათლების სისტემის მიხედვით, რომ მეფის რუსეთში საგანმანათლებლო რაღაცა იდეალები, იდეები დაიწყეს, ახლა იმის მიხედვით არ უნდა დაგვიყვონ ესენი. ხო, კიდე აი ერთი წარმოუდგენელი ის გააკეთეს შეზღუდვა. აღარ მახსოვს რომელ წელს იყო, გააუქმეს მეოთხე გამოცდა და სტუდენტებს უნდა აერჩიათ ან ქართული, ინგლისური იყო აუსავალდებულო და უნდა აერჩიათ ან ისტორია და ან მათემატიკა. ეს იყო ისეთი კოშმარი, რომელიც ისეთი საფრთხეები შეუქმნა მთელ იმას სისტემას. იმიტომ რომ ისიც საარჩევნოდ მიღებული რაღაცა ის იყო რა, თაფლაკვერი აბიტურიენტებისთვის და მათი მშობლებისთვის, მაგრამ უნივერსიტეტებზე როგორი მოქმედა? წარმოიდგინეთ, შეეძლო სტუდენტს ესწავლა ბიოლოგია, ისე რომ საერთოდ ბიოლოგია არ ქონოდა ჩავარებული. ისტორიით შეეძლო ჩაებარებინა ბიოლოგიურზე. ან ფიზიკურზე რო აბარებდი, ან ქიმიურზე. საერთოდ შეეძლო არ ქონოდა ისაგან ჩავარებულიყო. არ შეიძლება ასე გაუაზრებლად რაღაცების კეთება. ისე განათლების რეფორმა ისმის, არ ვიცი, ალბათ წელიწადში ორჯერ, ხო? რაღაც განგაშის ზარივით არის ხოლმე, ხო? თუ არ ვიცი, რაღაცა თაფლაკვერივით მართლა გაიჩნია რომელი მხრიდან ისმა, ხო? აი მთელ ამ დროის განმავლობაში, რაც თქვენ აკადემიაში ხართ, ხო, უნივერსიტეტს წარმოადგენთ, ყველაზე რთულად გადასახარში ეს რეფორმის კონცეფცია. ასეთი არცაც არ ყოფილა. სამწუხაროდ იყო ჩვენ მართლა. იმიტომ რომ ეს დამთავრებული რეფორმა მე მხოლოდ ერთეული გვინახავს, მაგრამ ხო, საბჭოთა ქვეყანა ვართ და მე რაც თავი მახსოვს, განათლება არასოდეს არ ყოფილა დამოუკიდებელი, ხა ეს მარტო ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, ცოდვა არ არის. ნამდვილად არ ყოფილა დამოუკიდებელი, მაგრამ ის რომ რაღაცა შემოეთავაზებინათ, რომელიც თულად არ ღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, მაშინაც პირველად ეს კონსტიტუციაში ჯერ კიდევ არ ეწერა 2017 წელს ასეთი ნორმები. მე კიდე აი რაც ყველაზე ცუდად მენიშნა, არ ვიცი რა ამის როგორ აპირებენ ამის განხორციელებას, მაგრამ ნახეთ, ფაქტია, რომ სახელმწიფოს როლი ამ საგანმანათლებლო ქსოვილში ძალიან მცირდება. და როგორც ჩანს თანხებით ამბობს, და თანხებით რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, მშვიდობა, 3 წელი აკავდება საგანმანათლებლო სისტემას, ხო? სკოლაში, ბაკალავრიატში, მაგისტრატურაში. სკოლაში, ბაკალავრიატში 1 წელი და მაგისტრატურაში 1 წელი, ხო? სახელმწიფო ამბობს, რომ მე
არ მივცემ უფლებას, რა ვიცი, სიტყვაზე თბილისში, რომელიმე უნივერსიტეტს ეს განახორციელოს, თუ ეს არ იქნება ჩემი ნება. ხო? მაგრამ მე რო სტუდენტი ვარ, მე მინდა რომ ეს ვისწავლო, კაცო. ეს დარგი მინდა ვისწავლო. მე რა უნდა ვქნა ახლა ამისთვის? წადი ქუთაისში გეტყვი. არა, უნდა წავიდე კერძო უნივერსიტეტში. რომელიც ალბათ გაზვირდება. რა თქმა უნდა. და სახელმწიფო უნივერსიტეტიც დაკარგავს შემოსავალს. ანუ სახელმწიფო უნივერსიტეტი დაკარგავს შემოსავალს, კი და საერთოდ განათლება გაძვირდება. ანუ გამოდის რომ სახელმწიფო ამბობს რომ მე რაღაცა რაოდენობაზე ავიღებ ემას პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ განათლების ბიუჯეტი არ გაზრდილა. არა. ხო? მე ამას ავიღებ მე მგონი ნომინალურად რაოდენობაზე და შემცირდა მე კიდეც. თქვენ ვისაც გინდათ. იმიტომ რომ ეს წადით ინფრასტრუქტურული ამ პროექტები კერძო ხო წავიდა. უნივერსიტეტებში და იქ ისწავლეთ. ეს სეგრეგაციის ძალიან საშიში მექანიზმი შეიძლება არა და აღმოჩნდეს. მინისტრის მოადგილე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ბოლონიის პროცესის ერთ-ერთი პირობა იყო თანასწორობაო და ჩვენო თანასწორ სად არის? განათლებას ვერ უზრუნველყოფთო საზოგადოების სხვადასხვა ფენასა და გეოგრაფიულ არეალშიო და ეს კონცეფცია ერთ-ერთი რასაც ემსახურება, ესეც არისო. იქ ბოლონიის პროცესის დოკუმენტში, ვინც იცნობს ამ დოკუმენტს, ის იცის, რომ იქ ერთ-ერთი მოთხოვნა ეს არის სოციალური განზომილება, social dimension, ესე ქვია ინგლისური ტერმინი. რაც შავი თეთრზე წერია, რომ ვალდებულია პროცესში მონაწილე ქვეყნები უზრუნველყონ ხელმისაწვდომობა ყველა სტუდენტის განურჩევლად მისი ეკონომიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა თუ ეთნიკური წარმოშობის ყველასთვის თანაბარი ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებას. აი ეს ნამდვილად წერია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი განათლების სისტემა დღეს ვერ აკმაყოფილებს და ამაში მოიკოჭლებს. აქედან გამომდინარე, ეს რეფორმა სწორედ აი ამ პუნქტები, რასაც აი თუ ჩავუყვებით, ხო, რასაც ეს პუნქტები ასახელებს და შემდგომ როგორ უკვე ამოცანებს, რასაც უპირისპირებს ამას მოგვარების თვალსაზრისით, სწორედ პასუხობს აი ამ ხელმისაწვდომობის გაზრდას, იმიტომ რომ აქ პუნქტებში საუბარია ხარისხის ამოცანებში უბრალოდ საუბარია ხარისხის გათანაბრებაზე, ანუ არ აქვს მნიშვნელობა შენ სად ისწავლი, უნდა მიიღო თანაბარი ხარისხის უმაღლესი განათლება. და ასევე საუბარია გეოგრაფიულ გაშლაზე, ხო? გვინდა რომ გავაკეთოთ დეკონცენტრაცია, გავაკეთოთ ორი კერა, აკადემიური კერა, რომელიც საუნივერსიტეტო ქალაქად ჩამოყალიბდება როგორც ქუთაისი, ისე თბილისი. და ახლა ქუთაისი თუ რატომ აირჩა, მე მგონი ამაზე ლაპარაკიც კი უხერხულია, თუ ვინმე მიცის ცოტა მაინც ისტორია, ყველა მიცის ქუთაისის წვლილი საქართველოს ზოგადად კულტურულ თუ არ ვიცი, ყველანაირ ინტელექტუალურ ღვაწლთან დაკავშირებით, ხო? ამიტომ მე მგონია რომ არა მხოლოდ მე და ამაში ბევრი მეთანხმება, იდეალური ქალაქია იმისთვის, რომ იქცეს სტუდენტურ ქალაქად. სიამოვნებით ჩავერთვებოდი მასთან დისკუსიაში და ძალიან ბევრი კონტრარგუმენტი მექნებოდა სწორედ აი მუთანაბრობის და ასე შემდეგ. რასაც ეს კონცეფცია გუქადის. ის ხო ვერ აიძულებს ახლა თბილისელ, რა ვიცი, სტუდენტს, რომელიც ვერ მოხვდა იმ 30 ადგილში, რომელიც რომელიც იმ რა ქვია მაგას, იმ რუსთავის უნივერსიტეტში თუ რაც იქნება ეს. და მინისტრმა ხო თქვა, რომ მინდა ბოლო-ბოლო ცხადი გახდეს საზოგადოებისთვის, რომ უმაღლესი განათლება აუცილებლობა არ არისო. სუსტი ციტირება არ არის, მაგრამ რაღაცა ესეთი თქვა. იცით რა? სულისკვეთება ეს იყო. უნივერსიტეტის და ზოგადად უმაღლეს განათლებას, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად განსაზღვრავს შრომის ბაზარი. მაგრამ უნივერსიტეტები არ არის მხოლოდ შრომის ბაზარი. უნივერსიტეტის სულ სხვა სივრცეა, აი, ჩვენ ხშირად ვატარებთ ხოლმე უნივერსიტეტის მისიის, უნივერსიტეტის ფილოსოფიის და იდეის შესახებ ღია დისკუსიებს და მოისმინონ და ჩანაწერებიც არსებობს, რომ უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ შრომის ბაზრის დაკმაყოფილება და მათ რომ ძალიან დიდი საერთაშორისო დაფინანსებით ეს კოლეჯები ააშენეს, რატო ეს კოლეჯებიც არიან, ხო ვერ იკითხავთ, ხო არ გიკითხავთ. და რატოა გადავსებული მაგალითად ის კოლეჯები, რომლებიც კონკრეტულად იმ სფერომ შექმნა, სადაც არის მოთხოვნა მუშახელს. აი მაგალითად თქვა რომ მოინდა თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაეწეროთ კულინარიის კურსებზე. რამდენიმე სემესტრის დაცვა დაგჭირდება. კი, უფრო რთულად ჩავაბარებ ვიდრე მილიონში. რატომ? იმიტომ რომ
იქ 12000 რესტორანი ყოფილა თუ უფრო მეტი და მუშახელი არის, ხო, მოთხოვნა არის ამაზე. ასევე არის სამშენებლო ესა კოლეჯი, რომელიც ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ გახსნა და მერე სტუდენტები მიჰყავს, ანუ კურსდამთავრებულები მიჰყავს იქ. ასევე ქობულეთში სხვათა შორის აი ამ ტურიზმის და იმისი სასტუმრო მენეჯმენტის კოლეჯი და იქაც გადავსებულია, მაგრამ იმ დარგებში სადაც არ მუშაობს ეს ეკონომიკა. კი, მაგალითად რკინიგზის უნივერსიტეტს კი და სასწავლებლებს ქონდა სერიოზული პრობლემა კადრების მისისთვის. ეს მარტო იყიდე გაყიდეს მიუხედავად კონცეფცია იმისა, რომ რკინიგზა სჭირდებოდა ახალი კადრები. არ არის მხოლოდ შრომის ბაზრის დამაკმაყოფილებელი. მაშ რა არის? რატო ეშინიათ? რა ზუსტად ის არის, რისიც ეშინიათ? უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ცოდნა საზოგადოების კეთილდღეობისათვის. უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც ეს განსხვავებული ჯგუფები ერთმანეთს ხვდება და მათი დისკუსიის ადგილი და იმ დისკუსიაში იბადება უმნიშვნელოვანესი რამ საზოგადოების განვითარებისთვის. ხალხში თქვენ რომ წაიკითხოთ 1917 წელს და 1918 წლის დასაწყისში რატომ იყო დროებითი მთავრობა საქართველოს უნივერსიტეტის გახსნის წინააღმდეგი და რატომ ემხრობოდა იმ ტექნიკური ამიერკავკასიის რუსულენოვანი ტექნიკური სასწავლებლის გახსნას, იქ არის ამაზე პასუხი. პირდაპირ წერია და სხვა შორის ეს გამოქვეყნებულიც ვარო. უნივერსიტეტშიო ბევრი თავისუფალი დრო და ადგილია დისკუსიებისთვის, რაც მას აქცევს მთავრობის მოწინააღმდეგე და მაშინ ეს ცხადია რუსეთის მთავრობას მიემართებოდა, მაგრამ კი უნივერსიტეტი ყოველთვის არის ადგილი თავისუფალი დისკუსიისთვის, თავის საჯარო სივრცეა, უბრალოდ საჯარო სივრცეა დისკუსიებისთვის, სადაც საზოგადოება შეუულია ყველაზე სენსიტიურ საკითხებზე, ყველაზე მგრძნობიარე საკითხებზე თამამად იმსჯელოს და ამ მერე გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე უნივერსიტეტის აუდიტორიის გარეთაც. და ამიტომაც არის ყოველთვის სურვილი, ასე ვთქვათ, იმისა, რომ ეს სივრცეები გაკონტროლდეს. ამ ჯერზე როგორ გონიათ? არა, კიდევ მეორე, არ არის ერთადერთი ამ შემთხვევაში ეს რეფორმის ჯგუფი, ვისაც ეს ოდესმეს დომებია და მოუწადინებია და ნაწილობრივ განუხორციელებია და ან ვერ განუხორციელებია. არა მარტო საქართველოში, ხო? დემოკრატიის ხარისხი სწორედ ამით იზომება, რამდენად ტოვებს ქვეყანა თავისუფალ საჯარო სივრცეებს დისკუსიისთვის. და დატოვებს ეს ქვეყანა ამ ეტაპზე? შეუქცევადად ეს სულას განაგრძობს? შარშან თქვი, ჩვენ ღია კარისხი რა ქვემეს გამოსაშვებზე და ახაც უნდა გავემეორო, რომ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. და ნამდვილად მგონია, რომ ეს არ არის 1921 წელი, ვერ იქნება. იცით რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ყავს ერაზმუსების თაობა. ანუ ადამიანი 13000-ზე მეტი სტუდენტი და ამას გარდა კიდევ უამრავია, რაც ერაზმუსით არ ფინანსდება და სხვა პროგრამებით, მათ შორის განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებდა და რომელიც სამწუხაროდ დაიხურა და მე ძალიან მაინტერესებს, რომელი პროგრამები გადარჩება. იმიტომ რომ ესეც მაშინ 1918 წლის ტრადიცია და მანამდე 18 წლამდე სანამ ჩვენ სახელმწიფო არ გქონდა, ხო? მანამდე ამას კერძო პირები აკეთებდნენ. და ნახეთ, ოღონდ განათლება მართლა იყო საყოველთაო იდეა, არა მარტო დავით სარაჯიშვილების და აკაკი ხოშტარიები აფინანსებდნენ ამას. ის პარასკევა ბოძაშვილიც აფინანსებდა. რატომ? იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ეს განათლება იყო ყოველთვის ეს საყოველთაო გამჭოლი იდეა. ხო? და ამ ქვეყანაში აი განსაკუთრებით თანამედროვე, უბრალოდ აი მე-19 საუკუნის აი მოდერნულობის წინა პრემოდერნული საზოგადოების და მე უკვე მოდერნული ამ მოდერნულობის საზოგადოებაში წარმატებული პოლიტიკური პროექტი არ ყოფილა ჩვენთან. ის იყო წარმატებული
საგანმანათლებლო პროექტი. ხო? ის მიუხედავად იმ პრინციპული დაპირისპირებისა, იდეოლოგიური დაპირისპირებისა, პირველი რესპუბლიკა შექმნა სწორედ იმ წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ. ხო? ილიას პროექტმა შექმნა და თქვენ რო ნახოთ 1918 წელს, აი ჩვენ მუშაობთ ამ პროსოპოგრაფიულ ბაზებზე და იქ ხო სისტემური ანალიზია. სისტემური ანალიზია შესაძლებელი და რო ნახოთ 1918 წელს ვინ საქმდებიან, ვინ ხდებიან, ვინ ხდება აი ამ ფუნქციონერად, ვინ იკავებს ადგილს განათლების კომისარიატში, სახალხო კომისარიატში, ყველა სამინისტროში. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, მათი ოჯახის, მათი შვილები და ასე შემდეგ. და შემდეგ წინააღმდეგობის კერებიც იქ არის უფრო ძლიერი, სადაც ეს სკოლები არსებობს. და სხვაშიც ერთი დრამატული მაგალითიც ახლავს ამას, რომელსაც გვერდს ვერ ავულით, 1924 წლის აჯანყებაში დახვრეტილების სია რო გამოაქვეყნეს, მაშინ ბაზაში ძალიან მარტივად გამოჩნდა ვინ არიან ესენი. მამები არიან წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, ამათი მამები, ან თვითონ არიან წევრები, მათი დები მუშაობენ სკოლებში მასწავლებლებად, თუ კიდე დაძმა ყავთ ისინი უცხოეთში სწავლობენ და შვილები არიან დახვრეტილები. ძალიან რთულია აი ამ განათლებასთან იდეოლოგიური თამაში და ხშირად გადადის მერე ის განათლების, ვეღარ თავსდება განათლების სფეროში და ჩვენ ამის მძიმე შედეგები გვინახავს საბჭოთა, განსაკუთრებით 30-იანი წლების საბჭოთა წარსულში და რა თქმა უნდა, როცა აკადემიური საზოგადოება სულ ძალიან ემოციურადაც გამოთქვამს თავის აზრს, მას ეს ყველაფერი ახსოვს. და ეხლა როგორ გონიათ დარჩება ეს განათლების სფეროში უნივერსიტეტის პრობლემები თუ უკვე პოლიტიკაშია გადასული, იმიტომ რომ ეს კომისიის შემადგენლობა სრულიად პოლიტიკური შემადგენლობაა, ხო? ეხლა უნდა დაველოდოთ რა მოხდება. რა ტიპის, ასე ვთქვათ, საერთო მუშაობა, აი ესეთ ერთობლივ სადისკუსიო სივრცეს შექმნის სახელმწიფო ან ეს კომისია და ვის ხელში გადავა ამის განხორციელება. გააუქმებს თუ არა სახელმწიფო კიდევ მეორე თავისავე თავს განათლებაში. და ქალბატონი, შემდეგი თარიღი არ იცით, თქვათ, როდის ხდებით ან ეს პლატფორმა როდის იქნება სადისკუსიო? ჩვენი ყველას მოთხოვნა ეს იყო სწორედ და ველოდებით ამაზე პასუხს. კეთილი, ვნახოთ აბა, როგორი იქნება უნივერსიტეტების ბედი ამ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ ვერ გაიზიარებს ის წინა ტრაგიკულ გამოცდილებებს. ამისთვის საზოგადოება, ჩვენ აღარა ვართ ეს საბჭოთა საზოგადოება, სადაც ესე მარტივია. ხო, თუმცა სხვა დროს უნივერსიტეტზე თავდასხმები პრინციპში ამ ანალოგიების ცდუნებას ტოვებდა, ხო? იგივე რა ვიცი, პირადად თქვენზე განხორციელებული თავდასხმების საინფორმაციო და ილიონიც არ არის ხა პირველი, რომელიც პირველად აღმოჩნდა ამ საფრთხის ქვეშ. რა თქმა უნდა, ეგ არის აი ამ გარდამავალი პოსტსაბჭოთა საზოგადოებისთვის დამახასიათებელი და ამიტომ ჩვენ ამას ხაშვის უნივერსიტეტები ხვდებიან აი საოცარი მედეგობით. კარგი სიტყვა გვაქვს ეს მედეგობა, ხო, ქართულში. კი, ეს მედეგობა არის ძალიან ძლიერი. და რაც უფრო თავისუფალია განათლება, მით უფრო მედეგი საზოგადოება გვაქვს ჩვენ. და უნივერსიტეტები სწორედ ამ მედეგი საზოგადოების აღზრდის ადგილია. და ეს მედეგი საზოგადოება იცავს მერე იმ სახელმწიფოს პირველ რიგში. ხო, თუმცა თუ კი დემოკრატიის უკუსლაზე კრიზისზე და არ ვიცი, ჩიხზე ვლაპარაკობთ და დემოკრატიისთვის ბრძოლაზე, შეიძლება ეს ჩიხი და ბრძოლის წარუმატებლობა იყოს კიდეც განაჩენი აკადემიური თავისუფლებისთვის. უნივერსიტეტი ყოველთვის არის სწორედ ამ ჩიხიდან გამოსulis გზა თავისი არსით. და სწორედ იმ თავისუფალი სადისკუსიო სივრცის, საჯარო სივრცის შექმნის და მერე საზოგადოებაზე ამ თავისი სიკეთეების გამოტანის და საზოგადოებისთვის ამის გადაცემის გზა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გზა ვერ შეფერხდება საქართველოში. ჩვენ საკმაოდ 30 წელი მივხვდათ იმისა, რომ
ეს რაღაცა ზიგზაგების, გაუთავებელი რეფორმების და გაუთავებელი უკუსლების წლები იყო ამის მიუხედავად ჩვენ არა ვართ 1921 წლის და არც 1928 წლის საზოგადოება. წარმატებები ქართული უნივერსიტეტებში. ნახოთ. დიდი მადლობა ჩვენთან დიდი მადლობა ყოფნისთვის. თქვენ.